მოგესალმებით. გავაგზავნოთ ჩვენი ღამის ლაივები. როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გვიან რამე მიყურებს და არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ და subscribe-ო ჩვენი არხი, დაუშიაროთ მეგობრებს. რადგან ჩვენი ლაივები გრძელდება მანამ 100 ლაიქი გროვდება, ამიტომ მადლობელი ვიქნებით თუ დაალაიქებთ, რა თქმა უნდა თუ მოგწონთ, თუ არ მოგწონთ, არ უნდა დაალაიქოთ და მეც გავიგებ მოგწონთ თუ არა საბოლოო ჯამში ის რასაც მე ვაკეთებ. ესე იგი, დღევანდელი ლაივი ეძღვნება ანარქიზმს, როგორც ასეთ რაღაც პოლიტიკური ფილოსოფიის რაღაც მიმართულებას. და სანამ ხალხი გვერდება, ზოგადად შესავალს გავაკეთებ. ჯერ პირველ რიგში ეს თემა თქვენ თვითონ შემომთავაზეთ. რამდენიმე ადამიანმა თხოვა სხვადასხვა დროს ანარქიზმზე გამეკეთებინა ლაივი. ზოგადად ძალიან მიყვარს კიდეც ეს თემა, სხვათა შორის, ამიტომ არც იყო რთული. ამიტომ ვეცდები რაღაცნაირად დაგანახოთ ის სურათი, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკური ფილოსოფიის ამ ნაწილში. ესე იგი, ჯერ დავიწყოთ ზოგადად, რომ არსებობს ორი ანარქიზმი, მემარცხენე და მემარჯვენე, ანუ კაპიტალისტური და კომუნისტური. ანუ ანარქო-კომუნისტები არსებობენ და ანარქო-კაპიტალისტები არსებობენ. ანარქო-კომუნიზმს დაუბრუნდები, როცა ანარქო-კაპიტალიზმს მოვყვები, იმიტომ რომ თუ კომუნიზმი, სოციალიზმი, რაც მოყვებოდი, ანტიცივილიზაციური იდეოლოგია, მათ ასევე ახასიათებს იმიტაცია იმის, რომ ისინი პირიქით პროგრესულები არიან, რომ მათ უნდათ უკეთესი სამყარო და ფაქტობრივად მათი ძალადობრივი ბუნება, მათი შურზე აგებული იდეოლოგია, ასე ვთქვათ, იმალება ამ პროგრესისტული ხედვებისგან და ამიტომ შინაგანად წინააღმდეგობრივი არის. ხოლო ანარქო-კომუნიზმი ამ ნაწილში არის შინაგანად წინააღმდეგობრივი, მაგრამ დაუბრუნდები, როცა ანარქო-კაპიტალიზმზე ვისაუბრებ. ეხლა სიამდვილეში ანარქიზმი, კაპიტალისტური, ასე ვთქვათ, ანარქო-კაპიტალიზმი არის ლიბერტარიანიზმის ერთ-ერთი ნაწილი. სულ ლიბერტარიანიზმი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ: მინარქისტული და ანარქო-კაპიტალისტური. ორივეს უკან რაღაც კონკრეტული ადამიანები დგანან, ფილოსოფოსები, რომლებიც ეს მიმართულება ჩამოაყალიბეს, იმიტომ რომ ზოგადად ანარქიზმი ძველი ის არის იდეოლოგია, ხო, პოლიტიკური ფილოსოფიის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, რა ვიცი, პრუდონი და ბაკუნი და რაღაც სხვა მოაზროვნეებს მიერ იყო რაღაცნაირად ჩამოყალიბებული. მე ხომ თვითონ ლიბერტარიანიზმი თანამედროვე ვერსია კლასიკური ლიბერალიზმის, რომელიც მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამიტომ ანარქო-კაპიტალიზმიც შედარებით ახალი კონცეფცია, ბევრად უფრო ახალი, ვიდრე ფაქტობრივად ყველა სხვა პოლიტიკური ფილოსოფიის კონცეფცია. იგივენაირად მინარქიზმიც ახალია. მინარქიზმის უკან დგას რობერტ ნოზიკი, ხოლო ანარქო-კაპიტალიზმი შეიძლება მივაწეროთ მაგალითად მიურე როდბარდს. ეხლა რაშია ამ ორ შორის განსხვავება? მინარქიზმი გამოდის იქიდან, რომ ყველა თანხდება, რომ სახელმწიფო რაღაც ბოროტი იდეაა, რომ გადასახადები ძარცვა, რომ კერძო საკუთრება მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიმართულება ლიბერტარიანული ამოდის ერთი და იგივე დაშვებიდან, რომ ადამიანი თავისი სხეულის მესაკუთრეა. აქ გასაგებია, ფუნდამენტური დაშვებები ყველას ერთნაირი აქვს. მაგრამ მე იწყება ასეთი ტიპის მსჯელობა, რომელიც ნოზიკმა, ასე ვთქვათ, აღწერა თავის წიგნში, სადაც რომელიც ზოგადად კლასიკურ ნაშრომად ითვლება, რა ქვია, ანარქია, სახელმწიფო და უტოპია, ასე ქვია პირდაპირ. ფილოსოფიაშიც მიღებული ნაშრომი, ანუ ზოგადად ლიბერტარიანიზმი ფილოსოფიაში, აკადემიაში, უნივერსიტეტში რო ისწავლოთ, ამ წიგნსაც ალბათ, ყოველდღეში გააჩნიხებ ლექტორს, მაგრამ იდეაში ამ წიგნსაც გაგაცნობთ თუ პოლიტიკური ფილოსოფიას სწავლოთ, იმიტომ რომ მემარცხენეების კი აღიარებენ ამას როგორც მაღალი დონის აკადემიურ ნაშრომს. და იქ ნოზიკი ყვება ასეთ რაღაცას, რომ
დაუშვათ ესეთი იდეალური ანარქისტული საზოგადოება გვაქვს. და ყველას ყავს არანაირი პოლიტიკური იერარქია არსებობს. ან ანარქია რა არის თავის განმარტებით, ხო? ეს არის რაღაც ისეთი სიტუაცია, სადაც პოლიტიკური იერარქია არსებობს. ხშირად ეშლებათ ხოლმე ადამიანებს ქაოსი და ანარქია. ქაოსი ზოგადად ადამიანურ საზოგადოებაში შეუძლებელია. ქაოსი არის სიტუაცია, როცა ფაქტობრივად მიზეზშედეგობრივი კავშირები იკარგება და მდგომარეობის სიტუაციის ერთი მდგომარეობის მეორეზე გადასვლა შემთხვევითი ფაქტორების შედეგია. ადამიანის ქცევა კი არასდროს არ არის შემთხვევითობა, ის ყოველთვის მიზეზშედეგობრივ კავშირს ეფუძნება. შეიძლება ჩვენთვის დამკვირვებლისთვის ეს კავშირები არ იყოს ცნობილი ან დანახვადი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მიზეზშედეგობრივი კავშირები არ არსებობს. ანუ ადამიანის შემთხვევითობით არ იღებს გაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ადამიანების საზოგადოებაში ანარი ქაოსი არ შეიძლება არსებობდეს. ქაოსს უბრალოდ იყენებენ ან იმიტომ, რომ სიტყვა ქაოსი შინაარსი არ ესმის ადამიანს, ან იმიტომ, რომ ეს აღწევს რაღაც სიტუაციას, რომელიც თვითონ ადამიანისთვის არის ქაოტური. ის ვერ ხდება რაშია საქმე და ამიტომ მისთვის მას უშლება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად ქაოტურად, ანუ შემთხვევითობის პრინციპით იღება განაწყობილებას, მაგრამ ბუნებრივია შეიძლება ადამიანის შთაბეჭდილება იყოს და ასე შთაბეჭდილების ქონა სულად ლეგიტიმურია, მაგრამ შინაარსობრივად მაინც საბოლოო ჯამში ეს ქცევა არ იქნება ქაოტური. ხო, დაუბრუნდეთ ანარქია. ხო, ანარქიას თავისი განმარტებით არის რაღაც ესეთი მდგომარეობა საზოგადოებრივი წყობა, სადაც პოლიტიკური იერარქია არსებობს. ანუ შეიძლება მაგალითად მეგობრებს შორის იყოს იერარქია, ვინ უფრო უკეთესად მაგალითად თამაშობს, რა ვიცი, ბილიარდს. შეიძლება მონადირეებს შორის იყოს ვიღაც იერარქია, ვინ ხელმძღვანელობს ჯგუფს, მაგალითად რომ წავიდნენ დაცე სანადიროდ. ანუ თვითონ იერარქიები საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს, მაგრამ პოლიტიკური იერარქია არსებობს. ანუ რომელიღაც მთავრობა, რომელიც აიძულებს ადამიანებს რაღაც გააკეთოს. თავდაცვაც კი კერძო უნდა იყოს, ანუ ადამიანები ქირავენ თქვათ სხვა ადამიანებს, რომლებიც იცავენ ამათ. პოლიცია იქნება ყველაფერი, საბოლოოდ ყველაფერი კერძო არის და ამაზე არის დაშინებული ყველა ის ინსტიტუტები, რომელიც შეიძლება ადამიანს დაჭირდეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კერძო საკუთრების და კონტრაქტების მეშვეობით და არა ძალაუფლების. ეს არის ანარქისტული მდგომარეობა, ну, ანარქო-კაპიტალისტური. რადგან ნოზიკი ამბობს, რომ დაუშვათ ეს სიტუაცია შეიქმნა, მე რა უნდა ხდებოდეს? მე გასაგებია, რომ რომელიღაც ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უპირატესობას ფლობს წესრიგის დამყარებაში, ძალაში, ის დაიწყებს კონკურენციას სხვა ასეთ ჯგუფებთან და რას ნიშნავს, ანუ პირობითად, როცა დაამარცხებს სხვა ჯგუფს, ის დაიწყებს კონტროლს, ანუ ის შესთავაზებს სერვის დაპყრობილ ხალხს, ასე ვთქვათ. მაგრამ რაღაც ეტაპზე, როცა ასეთი ჯგუფის ძალაუფლება, უპირატესობა ძალაში გაიზრდება და ასეთი უპირატესობა ავტომატურად გაიზრდება, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია მასშტაბი ასეთი ჯგუფის, მით უფრო დიდი უპირატესობა ექნება ცალკეულ ინდივიდზე, რაღაც მომენტში მას ბუნებრივად გაუჩნდება სტიმული, რომ თვითონ ინდივიდები, რომლებიც არ იღებენ მომსახურებას, არ იხდიან მაგალითად, მაგრამ ცხოვრობენ ტერიტორიაზე, რომელიც ეს ორგანიზაცია, თავდაცვითი ორგანიზაცია ფუნქციონირებს, ამ ინდივიდებს აიძულოს გადაახდევინოს წევრობის გადასახადი პირობითად, ანუ დაბეგროს. და ფაქტობრივად, ახლა დეტალებში ვარ შევიდე, ნოზიკი ასეთ ნაბიჯ ყვება, რომ რაც ანარქისტული მდგომარეობა არ უნდა იყოს საზოგადოებაში, საბოლოო ჯამში ის მივა რაღაც ტიპის პოლიტიკური იერარქიის გაჩენამდე, იმიტომ რომ თვითონ თავდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ საზოგადოების დაცვას, ადრე თუ გვიან გაუჩნდება სტიმული, რომ ხალხი ვინც არ იხდის, ისინი აიძულონ გადაიხადონ. და ნუ აქედან ჩნდება ულტრა მინიმალური სახელმწიფო და რომელიც მერე გადადის მინიმალურ სახელმწიფოზე და ნოზიკი ამბობს, რომ ეს მინიმალური სახელმწიფო, რომელიც თავდაცვით არის დაკავებული საგარეო ურთიერთობით, თავისთავად იგივენაირად ამორალურია, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, მაგრამ რაღაც დოზით გარდაუვალია. აი სახელმწიფო, რომელიც განათლების სამინისტროს მოიცავს, ეს არის გარდაუვალი. ამის გარეშე შეიძლება განათლების სამინისტრო შეიძლება გავაუქოთ, მაგრამ რაღაც ტიპის ფუნქციები, რომელსაც ნოზიკი ეძახით მინიმალურ სახელმწიფოს, არის გარდაუვალი მისი ლოგიკით. ამიტომ ლიბერტარიანელის ამოცანა მუდამ იბრძოლოს თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ცდილობს გაფართოვდეს და ჩვენ უნდა შევამციროთ. მაგრამ ამ შემცირებას აქვს რაღაც ზღვარი, რომ ისეთ მაინც ვერ შევამციროთ, მაგრამ მაინც უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, იმიტომ რომ
თუ მოვდუნდებით რაღაც მომენტში ისევ გაფართოვდება. ეს არის მინარქისტული სოფხედელობა, რომელიც რაღაც დოზით უშვებს გადასახადების არსებობას, ბიუროკრატიის არსებობას, მთავრობის არსებობას, უბრალოდ იმიტომ რომ გაცნობიერებულია რომ ყოველთვის თეორიულად რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა მივიდეთ სტაბილურ ანარქისტულ საზოგადოებამდე. ზოგადად ჩვენ პარტიაზე თუ საუბრობთ, ჩვენත් მინარქისტები. ყველა. სხვა შეიძლება გემოვნების და ხედვების რაღაც ნაწილებში, მაგრამ საბოლოო ჯამში გირჩი შეიძლება დავარქვათ თუ ლიბერტარიანელები ვართ, მინარქისტები ამავდროულად. მაგრამ ძალიან ბევრი ლიბერტარიანელი თავის თავს ანარქისტად მოიხსენიებს და მე მინდა ახლა გაჩვენოთ რა არის განსხვავება. ესე იგი, ანარქია რა არის, მოგიყევით, ხო? ეს არის სიტუაცია, როცა პოლიტიკური ძალაუფლება არ არსებობს. და ლიბერტარიანელი ანარქისტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადები ძარცვა, ვინაიდან ადამიანი თავისი სხეულის მესაკუთრეა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნებისმიერი სახელმწიფო ამორალურია. რაც პრინციპში მინარქისტი დაეთანხმება. ოღონდ ანარქისტი მინარქისტიდან განსხვავებით მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა მინიმალური სახელმწიფოსაც რომ მივახციოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ მინიმალური სახელმწიფოც გაუქმდეს. ანუ სახელმწიფოს ბოლომდე გაუქმებას გულისხმობს. ანუ ისევ და ისევ ეს არის რაღაც ანარქისტული საზოგადოება, ეს არის საზოგადოება, სადაც აბსოლუტურად არანაირი ინსტიტუტები არ არსებობს, პირიქით, ინსტიტუტები არსებობს, ოღონდ პოლიტიკური ინსტიტუტები არ არსებობს. ანუ თქვენ ირული რო გაიხედოთ, თქვენ თუ მაგალითად ჭადრაკის კლუბში დადიხართ, ჭადრაკის კლუბი არაფერი პრობლემა არ აქვს ანარქიზმთან. მაგრამ აი პოლიციელი, რომელიც თქვენ გართმევთ ფულს და მე კიდე აქეთ რეგულაციებს გიწესებთ, ისე რომ თქვენ არ გეკითხებათ, ეს პრობლემურია. ან რა ვიცი, თუნდაც საგარეო ურთიერთობები, რომელიც ყველაზე შეიძლება ბუნებრივია არსებულ წესრიგში და რთულად წარმოსადგენია, რომ ვიღაც სხვა ან კერძო დაქირავებული დიპლომატი წაადგენს საგარეო ურთიერთობებს, ანარქიზმში მარტივად ლაგდება იმ გაგებით, რომ ყველა კერძო მესაკუთრეა და თუ ვიღაც მესაკუთრეებს რაღაც სხვა მესაკუთრებთან ურთიერთობის დამყარება უნდა, დაიქირავონ ვინმე და რა ვიცი, ადვოკატისთან და რაც უნდა ის გააკეთოს. თუმცა ხო და რადგან ამაზე მიდის ხოლმე დისკუსია თვითონ ლიბერტარიანებს შორის, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჯარი, კერძო ჯარი უნდა იყოს, როგორი იყოს კერძო პოლიცია და ეს საკითხები, რომელიც ძალიან თეორიულია ბუნებრივად, მაგრამ თვითონ ანარქიზმი, ნაშრომები თეორიული ანარქიზმზე, რო ვთქვი, ზოგადად აი თუ გინდათ ამის გაცნობა უნდა დაიწყოთ მიურერ როდბარდით, მაგრამ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ანარქისტი არის და საინტერესო ნაშრომები, თუმცა პიტერ ლისანს გირჩევთ მაგალითად ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვს. ანარქისტები ფოკუსირდებიან ისეთ თემებზე, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება სხვა ინსტიტუცია მიმუშაოს მთავრობის გარეშე. და ერთ-ერთი ასეთი კარგი მაგალითია სტრინჰემია, მე მგონი, შეიძლება თუ ვიღაცას დაინტერესებს, შემიძლია თუ დამიკავშირდებით დაგილინკოთ. აქვს აღწერილი ერთ-ერთი ეს ყველაზე ცნობილი ანარქისტული არგუმენტია. როცა ადამიანი ამბობს, რომ მე ანარქისტი ვარ და მინდა სახელმწიფო არსებობდეს, ჩვეულებრივ რიგით ადამიანს უჩნდება თავში შიში, რომ ალბათ ეს ხალხი გადახოცავს ერთმანეთს უცბად. აი როგორც ქართულებს იარაღი რო დაურიგო, ყველა დათვრება უცბად ერთმანეთს გადახოცავს, ზოგადად ანარქიზმზე დაახლოებით მსგავსი წარმოდგენები აქვს ადამიანებს. და აი რომ ავიღოთ და ანარქიზმი, ასე ვთქვათ, დავამყაროთ, პირველი რაც მოხდება, ერთმანეთს გადახოცავთ. ამის კონტრარგუმენტი არის მოყვანილი ტეხასის ისტორიიდან. ანუ ნამდვილი ისტორია, ტეხასი დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ანუ არის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შექმნილი, მაგრამ თვითონ ტეხასი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. და ტეხასში არ არის ცენტრალური მთავრობა. ანუ არის ვიღაც ტიპი, მაგრამ ფაქტობრივად ის ამ ტეხასის დედაქალაქის იქეთ დიდად არაფერს არ აკონტროლებს. ანუ ჩათვალეთ, რომ ქალაქის მერია. საკმაოდ დიდი ტერიტორია, ხა მიცით, ტეხასი დიდი შტატია, ძალიან დიდი. და ნუ ხა იმ მომენტში შეიძლება ბევრი არ ცხოვრობდა, მაგრამ რაღაც მილიონები ალბათ ცხოვრობდა იმ მომენტში. და ასე მოხდა, რომ ამ ტეხასში სადაც არ იყო ცენტრალური მთავრობა, არ იყო ჯარი, არ იყო პოლიცია, გაჩნდა ბანდა, რომელიც ატერორებდა ადგილობრივ მოსახლეობას, ძარცვავდა და ასე შემდეგ. და ვინაიდან ეს ბანდა არ იყო კონცენტრირებული ერთ ქალაქში და ქალაქებს შორის მოძრაობდა და სხვა ქალაქებს ძარცვავდა, მოსახლეობა შეწუხდა, შეკრიბეს ფული და დაიქირავეს შეარაღებული ადამიანები, რომ დაეცვათ თავი ამ ბანდისგან. ამ სახლები არ მახსოვს, მაგრამ ამ ბანდას
მეგვიერ თქვა რეგულატორები და ესე იგი ის ვინც დაიქირავეს როგორც ხვდებით რაღაც მომენტში თვითონ გახდნენ ბანდიტები და დაიწყეს ხალხის ძარცვა. ანუ სიამდვილეში ერთი ბანდა გაჩნდა ბუნებრივად, მეორე დააფინანსა მოსახლეობა. და ორივემ დაიწყო ხალხის ძარცვა. და გარდა იმისა, რომ ხალხის ძარცვა დაიწყო, რადგან ტერიტორია არ იყო დაყოფილი, ერთმანეთში ომიც. და თავდაპირველად ეს ისტორია იწყება აი სრული კოშმარი, რომელიც რიგით ადამიანს უჩნდება რა შეიძლება მოხდეს თუ ცენტრალური მთავრობა არ გვყავს. ხო, მეორეს მოდერატორები ერქვა. მოდერატორები და რეგულატორები ერთმანეთს ებრძოდნენ. გაიყო ტეხასი ორ ნაწილად და დაიწყო სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი გრძელდებოდა რამდენიმე თვე, წელიწადს და მეტი თუ არ მეშლება და საბოლოო ჯამში დამთავრდა იმით, რომ გუბერნატორი თუ ვინც იყო ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი, მიმართა ამერიკის პრეზიდენტს, იმან ჯარი შეიყვანა ტეხასში და ამით თავდება არა მარტო რეგულატორების და მოდერატორების დაპირისპირება, არამედ ზოგადად ტეხასის დამოუკიდებლობის ისტორიაც. ხო, განათება თვალში ურტყამსო მაყურებელს. როგორ შეიძლება განათება ურტყავდეს ეს განათება? ასე რომ გავაკეთო? ოკეი. გავაგრძელებ. ხო, ესე იგი, და ნუ აი ეს ისტორია ბუნებრივად, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს აღქმული რა საშინელება ანარქია, მაგრამ მე ავტორი, რომელიც ამას აღწერს, სხვას კითხვას თქვენი აზრით, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამოქალაქო ომში, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბევრი თვე, ორ დიდ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. და ისედაც ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ პასუხი არის რაც 30. ანუ 30 ადამიანი, ანუ არა 30,000, ანუ 300, ანუ 30. იმიტომ რომ არის ძალიან დიდი განსხვავება, თუ როგორ მოქმედებენ ბანდიტები, როცა ისინი უბრალოდ ბანდიტები არიან, იმ ხალხისგან, რომელიც ისევ ბანდიტები არიან, ოღონდ უკვე სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ. იმიტომ რომ როცა თქვენ ხდებით ბანდის წევრი, თქვენ გაქვთ სტიმული გადარჩეთ. ანუ ბანდის მეთაურმა რომ რაღაც ბრძანება გასცეს წადით და მოკვდითო, შეიძლება ბანდის მეთაური მოკლა და იმის ნაცვლად რომ შეტევაზე წავიდნენ. იმიტომ რომ არცეთი ბანდის წევრი არ არის გაწერილი ბანდაში რომ მოკვდეს. ის გაწერილია ის რომ რა ვიცი, იზალატოს ვიღაცაზე, გაქურდოს, გამდიდრდეს ასეთი ძალადობით და ასე შემდეგ. აქედან გავდინარე ზოგადად ადამიანური რესურსი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია ბანდაში, იმიტომ რომ თუ ბრძანებას გასცემ რესურსს დაკარგავ და მაშინ ძალაუფლებასაც დაკარგავ, მე ამიტომ გაუფრთხილდე რესურსს და აქედან გავდინარე ძალიან ბევრი დაპირისპირება კერძო ჯარების, ამ დაქირავებული ადამიანებს შორის თავდებოდა უცბად როგორც კი ერთ-ერთი ხედავდა რომ აგებს ამ ბრძოლას, ანუ თუ რომელიღაც მეთაური ხედავდა რომ შანსები გამარჯვების ასე დაპირისპირების დაბალია, ის ჩერდებოდა და აღარ აგრძელებდა დაპირისპირებას, იმიტომ რომ არ ქონდა ფუფუნება უბრალოდ დაეკარგა ხალხი. ეხლა შედარეთ ეს როგორ იქცევა მაგალითად გენერალი, როცა სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობს და მოქმედებს. მან იცის რომ ხალხს მოუყვანენ, ამიტომ თუ ბევრი დაეხოცება დიდადაც არაფერი, იმიტომ რომ ახალ ხალხს რაღაც დააკრიფავს და ძალით წაიყვანს საომრად. მეტიც ძალიან ხშირად ადამიანის ისტორიაში გენერალი, რომელიც ბევრი ადამიანი ჩახოცა, ითვლება გმირად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ქალაქი დაიპყრო. და ამიტომ თვითონ გენერლის, ანუ სახელმწიფოების სახელით მოქმედი მეთაურების мотиваცია სრულიად განსხვავდება ბანდების მეთაურების мотиваციისგან. ამიტომ ზოგადად ბანდები ძალიან უფრთხილდებიან თავის რესურსს, ადამიანურ რესურსს და ბევრად ნაკლები იხოცება ხოლმე ბანდების დაპირისპირებაში, ვიდრე სახელმწიფოების დაპირისპირებაში. ამიტომ რეალობაში მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ეს რაღაც სრულად კოშმარი იყო წარმოჩენილი, რეალურად მასშტაბი ძალადობის ბევრად ნაკლები იყო შეიძლება ვიდრე თანამედროვე რაღაც საზოგადოებებში იყოს, სადაც ხალხს ერთმანეთს ხოცავენ კრიმინალები და ასე შემდეგ. ეს ერთი ნაწილი იყო. და ასეთი მაგალითად ბევრია სიამდვილეში შუა საუკუნის ომებში, იტალიურ ქალაქებში მაგალითად, როცა ორივე თავაც ყავდა დაქირავებული ჯარი, ფაქტობრივად იყო მოსახლეობის გართობა და თქვათ რომელიღაც ქალაქთან თუ მიდიოდა ბრძოლა, მოსახლეობა ქალაქიდან აძვრებოდნენ კედლებზე და უყურებდნენ რომელი მოიგებს, მაგრამ არავინ არ განიცდიდა ერთი მეთაური მოიგებდა თუ მეორე, იმიტომ რომ ორივე მძარცველი იყო მათი გადმოსახედიდან, რომელს გადაუხდიდა გადასახას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ფაქტობრივად ომები
სახელმწიფოებს შორის, ანუ ქალაქ სახელმწიფოებს შორის იყო ამ მოსახლეობის გართობა. თვითონ მოწლეებს არ იღებდნენ, თვითონ არ იღუპებოდნენ. იყო ორივე მხარეს დაქირავებული ჯარი ყავდა. მეორე მხრივ თვითონ გენერლები, რომლებიც ამ დაქირავებულ ჯარს უშუალოდ მართავდნენ, როგორც კი ხედავდნენ, რომ აგებდნენ ბრძოლას, უცბად ტოვებდნენ ბრძოლის ველს, იმიტომ რომ არ ქონდათ შესაძლებლობა ეს ხალხი არ სურვილი უბრალოდ ჩაეხოცათ. ამიტომ ასეთი მაგალითი ბევრია, როცა კერძო ჯარზეა საუბარი, ზოგადად მასშტაბი ძალადობის ბევრად ნაკლებია. ამ კუთხით სახელმწიფოები გვანან ბანდებს, როგორც კრიმინალებს, ისევე მაგალითად მათ აქვთ კრიმინალური გარჩევის ტრადიცია თუ წესები, ამას დიპლომატიას ეძახიან, ანუ დიპლომატიის შინაარსია, რომ თავიდან აიცილო ომი და ქურდული გარჩევის არსიც ამაში მდგომარეობს, რომ თავიდან აიცილო ძალადობა. იმიტომ რომ კრიმინალებს არ აქვს ფუფუნება, რომ სულ ერთმანეთზე იძალადონ, ამიტომ აქვთ რაღაც წესები კომუნიკაციის, კონფლიქტის მოგვარების, რომელიც რაღაც დოზით ამცირებს ძალადობის ალბათობას. სახელმწიფოების შემთხვევაში ჩვენ ამას ვეძახით დიპლომატიას. მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ ვინც მოძალადეები არიან სახელმწიფოს სახელით მოლაპარაკე, იმათ ბევრად უფრო დიდი რესურსი გააჩნიათ, მათ შორის ადამიანური და ეს რესურსი ბევრად უფრო მორჩილია ბანდების რესურსთან შედარებით. ამიტომ ისინი ხშირად წამსვლელები არიან ისეთ ქმედებებზე, რომელიც კერძო ბანდა არასდროს არ წავა. ამიტომაც ხდება ხოლმე სოფლიო ომები და ასე. ეს არის ანარქისტული ხედვის ერთი ნაწილი. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ორივე ხედვა მინარქისტული და ანარქისტული საბოლოო ჯამში დგას კერძო საკუთრების იდეაზე. და აქ იწყება მთავარი პრობლემა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტული ტრადიცია ძალიან საინტერესოა, ის აღწერს, როგორ შეიძლება მოვაწყოთ კერძო სასამართლო სისტემა, აღწერს, როგორ მოვაწყოთ კერძო თავდაცვა, კერძო პოლიცია. ზოგადად ადამიანურ ინსტიტუციებს სრულიად განსხვავებული თვალით გვაჩვენებს ანარქიზმს. ანარქოკაპიტალიზმს აქ ერთი ძალიან დიდი ნაკლი, რომელიც გამორიცხავს, რომ ის ოდესმე იყოს პრაქტიკაში რეალიზებული და ზოგადად ასე ვთქვათ, თეორიული ნაკლიც არის ამავდროულად. რაც მოგიყვებით ახლა არის პოლიტიკური ფილოსოფია ჩანძრად კუკატასი, ასეთი ფილოსოფია, რომელიც ფაქტობრივად აღწერა თავის ლიბერალ არქიპელაგში და იდეა ძალიან მარტივია. ესე იგი წარმოიდგინეთ, შევადაროთ ესეთი მინარქისტული და ანარქისტული საზოგადოებები. უბრალოდ ადამიანის პოზიციებს ადარებს, ანუ თავში მინარქიას თავში მინარქისტული აქვს, მეორეს ანარქო-კაპიტალისტური. ორივე აღიარებს, რომ კერძო საკუთრება არის რაღაც ღირებულება. მაგრამ საიდან ჩდება ეს კერძო საკუთრების აღიარება? კერძო საკუთრების აღიარება, ჩვენ ამას მაგალითად მე დავახოს სტრიმი რო გქონდა პოდკასტი, იქ დეტალურად გვაქვს ეს გარჩეული. ზოგადად კერძო საკუთრება დგას რელიგიაზე, ანუ რელიგიურ რწმენაზე, რომ ქურდობა ცუდია. რომელსაც ჩვენ ბავშვობიდან ტენით ადამიანს თავში. დედა აკეთებს ამას, მამა აკეთებს ამას, რა ვიცი, სხვა ნათესავები, მასწავლებელი, მღვდელი, პოლიციელი. ანუ სანელეში საზოგადოებრივი ინსტიტუციები, ცივილიზებული საზოგადოების ინსტიტუციები აწყობილია იმაზე, რომ ბავშვობიდანვე, ადამიანს ბავშვობიდანვე ჩაუნერგოთ ტვინში, რომ ქურდობა ცუდია. რა არის მაგალითად კერძო საკუთრების არსი და რაც ქურდობა ცუდია? ხო, ეს არის ცნება, რა არის სხვისი. და ვეუბნებით, რომ ეს სხვისი სათამაშოა, ამიტომ ნებართვა უნდა სთხოვა, სხვისი წიგნია და ნებართვა უნდა სთხოვა, სხვისი, რა ვიცი, მანქანა და ნებართვა უნდა სთხოვა, თუ გინდა რომ მიიღო და შემდეგ როცა სოციალიზმზე საუბრობთ, მათ შორის ამაზეც ვისაუბრე, ხო? ანუ ფაქტობრივად კერძო საკუთრება და კაპიტალისტური საზოგადოება ეს არის უკიდურესად დარეგულირებული და ძალიან ასეთი კაცრ საზღვრებში მოქცეული საზოგადოება. ადამიანი ამ კაპიტალისტურ საზოგადოებაში არის კაცრად შეზღუდული ქმედებებში და ფაქტობრივად მას აეგზალება ყველაფერი ის, რაც სხვის საკუთრებას აზიანებს, ან შეიძლება დააზიანოს. სოციალისტური საზოგადოებისგან, სადაც სოციალიზმი, როგორც გახსოვთ, არის ამ ბორკილების მოხსნის იდეოლოგია, რომ გეუბნება, რომ კი როგორ არა, თუ ძალიან გინდა შეიძლება გაძარცვა, თუ ძალიან გინდა შეიძლება გააუპატირო, თუ ძალიან გინდა შეიძლება მოკლა. ანუ სამდროში ეს არის სოციალისტის იდეა, ანტიცივილიზაციური სოფხედელობა. მაგრამ კაპიტალისტურ საზოგადოებაში თქვენ გჭირდება ძალიან ძლიერი
ასე ვთქვათ, ფუნდამენტი აი ამ კერძო საკუთრების ფორმით. ესე იგი, თუ ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენ ანარქო-კაპიტალისტს, ის ზუსტად ასე აღიქვამს სამყაროს, რომ ადამიანის კერძო საკუთრებას აღიარებს. მისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულება. მაგრამ აი ხა გადავხედოთ ამ სიტუაციას. ორი კონტრარგუმენტი არსებობს და პირველი ძალიან მარტივი. რანაირადაც არ უნდა იყოს კერძო საკუთრება ღირებული, ადამიანის საზოგადოებაში იმ ფორმით, რამდენად ჩვენ ვიცით ეს საზოგადოება ზოგადად, რაც მოგვირდებით, ყოველთვის მოიძებნება სიტუაცია, რომ რაღაც სხვა ტიპის ღირებულება უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე კერძო საკუთრება. აი წარმოვიდგინეთ ეს სიტუაცია. ანარქო-კაპიტალისტური საზოგადოება, სადაც ყველას აქვს თავისი საკუთრება. ამ საკუთრებაში რაღაც ყველა როგორც უნდა ისე იქცევა. ყველას ყავს დაქირავებული, თქვათ, რაღაც პოლიციელი, ან ჯარი, ყველა ირჩევს მოსამართლეს და ასე შემდეგ. ანუ წარმოგიდგეთ, არანაირი პოლიტიკური ინსტიტუციები არ არსებობს. ყველა ურთიერთობა არის ასყობილი ნებაყოფლობით კონტრაქტებზე. თქვენ ცხოვრობთ თქვენ საკუთრებაში და ხედავთ, რომ თქვენი მეზობელი საკუთარ ტერიტორიაზე რაღაცნაირად უცნაურად იქცევა. დაუშვათ თქვენ რაღაცნაირად ხედავთ კიდეც, რომ ის არა მხოლოდ უცნაურად იქცევა, არამედ მოძალადეა. ძალადობს, მაგალითად თავის შვილებზე და აპირებს თავისი შვილის მაგალითად მოკლას. თქვენ რაღაც გაგებით არჩევანის წინაშე დგახართ. იმიტომ რომ ერთი მხრივ იმის შვილი თქვენი საკუთრება ვერ იქნება, ანუ ვერ იტყვით, რომ თქვენ გაზიანებთ. მეორე, შეიძლება სიტუაციაში, სადაც არ არსებობს საერთო წესრიგის ნაწილი და ყველა ინდივიდუალურ კონტრაქტებზე არის აწყობილი, მისი პოლიციელი, რომელიც ამ ტიპს იცავს, შეიძლება თქვენი პოლიციელი არ იყოს. ამიტომ თქვენ პოლიციელს რო დაურეკოთ, იცით რა, ვიღაცას კლავსო, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მათქოს მე ჩემი იურისდიქცია მასზე არ ვრცელდებაო. და წარმოიდგინეთ, რომ მარტივად წარმოსაგენია სიტუაცია, როცა თქვენ ხედავთ, რომ ვიღაც ადამიანზე ძალადობენ, მაგრამ რაღაც გაგებით არ გაქვთ უფლება ჩაერიოთ. მაგრამ ეს ხო არის, რომ არ ჩაერევით. ანუ სიტუაცია ხო ისე მდგომარეობს, რომ თქვენ შეიძლება მარტივად წარმოიდგინოთ სიტუაციას, სადაც ისეთი ტიპის ძალადობას აკვირდებით, რომ თქვენ რაღაც მომენტში ფეხებზე დაიკიდებთ საკუთრების უფლებას და შეიჭრებით მეზობლის საკუთრებაში, დაუშვათ ამის შესაძლებლობა გაქვთ, უფრო ძლიერი ხართ მაგალითად, რომ აღკვეთოთ ძალადობა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა. ეს სწორია თუ არა? პირველი და რაც არის ანარქო-კაპიტალიზმის საწინააღმდეგო არგუმენტი არის ის, რომ ლოკალურად შეიძლება წარმოიდგინოთ ბევრი ისეთი სიტუაცია, როცა ადამიანი ჩათვლის გამართლებულად სხვისი საკუთრების დარღვევას. აი როგორც ყველაზე პრიმიტიული მაგალითია ხოლმე, რომ ადამიანი შიმშილობს და გაქურდავს მაღაზიას, გასაგებია ეს ქურდობა, გასაგებია ეს რაღაც გაგებით ცუდია, მაგრამ ასევე გასაგებია, რომ ხშირად ასეთი ადამიანი არ ისჯება ხოლმე. იმიტომ რომ, რავი, გასაგებია, რომ შიმშილობს ადამიანი და რაღაც შიმშილის პირობებში სამყაროს სხვანაირად გამოიყურება. იგივე არის აქ. სხვა ადამიანები დააკვირდებიან და რაღაც კონფლიქტი შეიქმნა რა და მე შევიჭერე კერძო საკუთრებაში და დავარღვიე საკუთრების უფლება, მაგრამ იმიტომ რომ აღკვეთილი იყო რაღაც ტიპის ძალადობა. აქედან გამომდინარე, თავისთავად კერძო საკუთრება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური უფლება, რომელიც არასდროს არ იქნება დარღვეული და ვინაიდან ასეა, აი აქ ჩნდება მეორე პრობლემა. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ კერძო საკუთრება არ არის აბსოლუტური უფლება, თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ რაღაც ტიპის სიტუაციები, როცა არის უფრო მაღალი ხარისხის ღირებულებები. ეს რომ საზოგადოებამ გაარჩიოს. საზოგადოებას სჭირდება არა ტექნიკური მოსამართლე მაგალითად, არამედ მორალური ავტორიტეტი. მაგალითად არის უამრავი შემთხვევა, სადაც აი რაღაც მოძალადე მოკლა ბავშვი და მისმა მშობელმა მერე მოკლა მოძალადე. ძალიან ბევრია სხვადასხვა, მათ შორის ზოგი დაჭრილი მოძალადე და თქვა სასამართლოში მოხდა ეს, ზოგ შემთხვევაში ისე იპოვა და დასაჯა და ასე შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს ჯიან ამ შურის ძიებისთვის და შურის ძიება ზოგადად დასჯადია. ყოველთვის ეს სანქცია ძალიან დაბალია ხოლმე, იმიტომ რომ სუბუქია, იმიტომ რომ მის გასაგებია რა მოტივებით მოძრაობდა ადამიანი. და აქაც იგივე სიტუაცია, ანუ ვიღაცა მორალურად უნდა შეაფასოს, სწორია თუ არა დარღვევა რაღაც საკუთრების უფლებებზე.
აქედან გავდარეთ საზოგადოება, რომელიც რომ იყოს რაღაცნაირად სტაბილური, მას უნდა კონდეს რაღაც ტიპის მორალური ავტორიტეტები, რომლებიც უფლებამოსილი არიან სხვისი საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი განიხილონ და ზოგ შემთხვევაში გაამართლონ. ანუ ეს კონფლიქტი რომ მოგვარდეს ორ მეზობელს შორის, რომელიც ერთი შეიჭრა მეორე საკუთრებაში და ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს რაღაც დაპირისპირებაში, გჭირდება მოსამართლე, რომელიც ამავდროულად იმ ხელა მორალურ ავტორიტეტს ფლობს, რომ შეიძლება მის სიტყვაზე დაყრდნობით დავადგინოთ რომ აი საკუთრების უფლების დარღვევა რაღაც ეტაპზე მოსულა. ხო და აი აქ იწყება ეს გაყოფა, რომელიც ჩანდრან გუკატასი ამბობს, რომ ან ჩვენ უნდა დავუშვათ სრული ტოლერანტული საზოგადოება, რომელიც უბრალოდ დაინახოს, რომ სხვის საკუთრებაზე რაღაც ხდება, მაგრამ არ მიიღებს ყურადღებას და იტყვის, რომ რაც კიდეს გავუკეთებთ, კაცო, სხვის საკუთრებაა, რაც კიდეს გააკეთე, რაც უბრალოდ რთულად წარმოსადგენენ, რომ ადამიანები ასე არ იქცევიან და რაღაც კეთებით მე არც კი მინდა, რომ ის საზოგადოებაში ვიცხოვრო, სადაც ასე ადამიანი იქცევიან. და თუ ასე არის, მაშინ ჩვენ გვჭირდება რაღაც ტიპის მორალური ავტორიტეტები, მორალური ავტორიტეტის იერარქია, რომელიც არა მხოლოდ განსჯის სწორად იყო დარღვეული საკუთრების უფლება თუ არა, არამედ აღასრულებს კიდეც. ანუ უნდა იყოს ერთგვარი მორალური ავტორიტეტი და მე ამ მორალურ ავტორიტეტს უნდა მოყვებოდეს აღსრულების ინსტრუმენტებიც. და აქ ამბობს ჩანდრა გუკატასი, რაც მეც გონია რომ აბსოლუტურად სწორია, რომ დამთავრდა აქ ანარქიზმის ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად გადავედით მინიმალური სახელმწიფოს რაღაც მნიშვნელოვან ელემენტებზე, იმიტომ რომ ავაწყოთ ერთი მხრივ სასამართლო სისტემა, რომელიც თელ საზოგადოებაში ვრცელდება, ანუ ცენტრალიზებული სისტემის რაღაც ფორმა, მეორე მხრივ აღსრულების მექანიზმი, ანუ პოლიცია ავაწყოთ და თუ ეს ინსტიტუტები შემოღებულია თუნდაც ძალიან პრიმიტიულ დონეზე, გასაგებია რომ არაფერი აღარ გააჩერებს იმას, რომ ის გარდაიქმნას იმ მინიმალურ სახელმწიფოდ, რომელსაც ნოზიკი ამბობს. ანუ სიამოვნებაში ანარქიზმი რომ მდგრადი იყოს, ანარქო-კაპიტალისტური საზოგადოება უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებისთვის საკუთრების უფლება არის აბსოლუტური უფლება და არ უშვებს არანაირ გამონაკლის დარღვევას, რა მიზეზიც არ უნდა იყოს. ანუ თქვენ რომ დაინახოთ, რომ მეზობელი კლავს, რა ვიცი, ბავშვს, თქვენ ვთქვათ, რომ რავი, ჩემი ბავშვი არის, ჩემი საკუთრება არის, მე რა შოში ვარ საერთოდ. რა ვიცი, არ მოთხოვს მეზობელი, შეიძლება არ დაველაპარაკო ამის შემდეგ, მაგრამ ყოველთვის მე არ ვიცი, წავედი გავაგზავნე ჩემს საქმეს მივხედა. ასეთ საზოგადოება რო წამოვიგინოთ, თეორიულად ის შეიძლება აღმოჩნდეს მდგრადი ანარქო-კაპიტალისტური სისტემის პირობებში, მაგრამ რეალობაში მე ასეთი არ ვარ, იგივე არავის არ ვიცნობაც ადამიანს და არ მგონია რომ ასეთი საზოგადოება იქნება ისეთი რომელშიც მე მომეწონებოდა ვიცხოვრო, ანუ ასეთი მორალის მქონე საზოგადოება არის ისეთი როგორც მე მინდა ვიცხოვრო. ამიტომ ფაქტობრივად ანარქო-კაპიტალიზმი უშვებს რაღაც უცნაური მორალის მქონე ადამიანებზე დგას ეს იდეოლოგია და ვინაიდან ადამიანები ასეთები არ არიან, ანარქო-კაპიტალიზმი რომ თეორიულად დაუშვათ რომ რაღაც კატაკლიზმი მოხდა და პოლიტიკური იერარქია ჩამოიჩალა, ანარქო-კაპიტალიზმი მაინც ვერ იქნება მდგრადი და პრაქტიკაში დაიშლება, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე რაღაც ტიპის ქცევას გამოიწვევს კონფლიქტს და ეს კონფლიქტი რომ მოგვარდეს, ჩვენ დაგვჭირდება მორალური ავტორიტეტი და მისი აღსრულების მექანიზმი. თვითონ ანარქისტებს ამაზე აქვს რაღაც პასუხი, როგორ შეიძლება მოსამართლე ავაწყოთ ანარქისტულად, ან მაგალითად აღსრულების მექანიზმი იყოს ანარქისტული და ამ შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ეს ალკეული ელემენტი რო გაარჩიოთ, მიხვდებით რომ რაღაც ეტაპზე მაინც დაგჭირდებათ რაღაც ტიპის ცენტრალიზაცია, ანუ რაღაც საერთო წესრიგი, სადაც აი გასაგებია რაღაც მორალური იერარქია არის აწყობილი. ამიტომ მორალური იერარქია თუ აწყობილია ერთხელ, თუნდაც ის იყოს სრულად რელიგიური, მათ ეკლესიაზე იყოს დაფუძნებული, ის გარდაუვალი იქნება, რომ გარდაიქმნას სახელმწიფოს რაღაცნაირ სახეობად, იმიტომ რომ ამ იერარქიას უნდა მოყვეს აღსრულების მექანიზმებიც და სასამართლო თუ გაქვს და აღსრულება გაქვს, ჩათვალეთ შიდა ნაწილში უკვე სახელმწიფოს რაღაც ფორმირება დასრულებულია. ეს არის ამბავი ანარქო-კაპიტალიზმის, რომელიც უბრალოდ ამიტომაც შეუძლებელია. რეალურ სამყაროში, სადაც ადამიანებს რაღაც სხვა წარმოდგენები აქვს, რომ ადამიანები აღიარებდნენ კერძო საკუთრებას, თუ დაუშვებთ, რომ სიტუაციურად შეიძლება კერძო საკუთრება დარღვევადი იყოს, ერთადერთი მდგრადი
სიტუაცია იქნება, როცა ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები ერთმანეთზე იცალადაბენ, როგორც კვლელები არსებობენ, ისევე იარსებებენ პოლიტიკოსები, ანუ ცუდი გაგებით ხალხი, რომელიც თავის რეპუტაციას თუ დარწმუნების უნარს იყენებენ იმის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ და მერე სხვა ადამიანებზე, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანები აიძულონ რაღაც გააკეთონ, მაგრამ ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდია, როგორც ჩვენ გვესმის, რომ კვლელები არსებობენ, ისე გვესმის, რომ რაღაც ტიპის პოლიტიკური იერარქია იარსებებს, აი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე და ვინაიდან რაღაც ტიპის პოლიტიკური იერარქია იარსებებს, ვერც ანარქიზმი იარსებებს და ჩვენ უბრალოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს პოლიტიკური იერარქია იყოს შესაძლებელად შეზღუდული. და არ მივცემთ შესაძლებლობა გაფართოვდეს ისეთ სფეროებზე, რომელიც ნამდვილად პოლიტიკოსების საქმე არის, აქვს განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ შემოიფარგლოს მინიმალური სახელმწიფოთი, რომელიც ეხება თავდაცვას და რა ვიცი, დიპლომატიას შეიძლება მაქსიმუმ. ეს არის იდეა. ხო, და ბოლო რაც უნდა მოყვეს, არის ანარქო-კომუნიზმი, იმიტომ რომ ანარქო-კაპიტალიზმისგან განსხვავებით და ასევე ყველა სოციალისტური კონცეფციისგან განსხვავებით, ანარქო-კომუნიზმი არის ერთადერთი ლოგიკურად მდგრადი კონცეფცია, რომელიც არც ძალიან მარტივია. ანარქო-კომუნისტები უბრალოდ გამორიცხავენ კეროსაკუთრებას. და ამბობენ, რომ პირიქით, ანუ ერთი მხრივ არ უნდა იყოს პოლიტიკური იერარქია და მეორე მხრივ არ უნდა იყოს კეროსაკუთრება. ფაქტობრივად 180 გრადუსით საწინააღმდეგოს ამბობენ, რაც ანარქო-კაპიტალისტები, მაგრამ იდეა ის არის, რომ ასეთ საზოგადოება ძალიან გასაგები და სტაბილური იქნება. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრობდა ადამიანობა თითქმის მთელი თავისი ისტორია. ეს არის ყველაზე პრიმიტიული ქვის ხანის, ან უფრო ადრინდელი რა ვიცი რაღაცა, სულ პრიმიტიული საზოგადოებები, რომლებიც არც კეროსაკუთრების ცნება არსებობდა, არც რელიგიური რაღაც წარმოდგენები იყო განსაკუთრებული, რაღაც პრიმიტიული ჩანასახი რელიგიური. არც იერარქიები იყო ეგალიტარული საზოგადოება, რომელიც უბრალოდ თავისით მოძრაობდა, რა ვიცი, გადარჩენის პრობლემა ჰქონდა, რომ ვიღაც ლომს არ შეეჭამა, ან არ გაყინულიყვნენ და შიმშილს არ მოკვდარიყვნენ, მაგრამ ეს იყო სტანდარტული ანარქო-კომუნისტური საზოგადოებები, ამიტომ ანარქო-კომუნიზმი ბუნებაში არსებობდა, ადამიანის ისტორია დიდი ხანი ასეთ გარემოში ცხოვრობდა, ამიტომ არანაირი ლოგიკური პრობლემა ამ კონცეფციას არ აქვს. ბუნებრივი ანარქო-კომუნისტური წყობა ვერ იქნება ცივილიზებული საზოგადოება, ვერ იქნება განვითარებული, მაგრამ ლოგიკურია. ანუ თუ სოციალიზმის აქეთკენ მიყავს სოციალისტი და კომუნისტი საზოგადოება, უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პროგრესულები არ ვართო და წინ მივდივართო და არადა უკან მიყავთ. ოღონდ ანარქო-კომუნისტები საბოლოოში არაფერს არ ამბობენ, რომ ჩვენ მაინდა-მაინც ცივილიზებული საზოგადოება უნდა ავაწყოთ და ქარხნები ავაშენოთ და ასე შემდეგ, უბრალოდ ამბობენ, რომ მათ აქვთ რაღაც პრინციპული მიუღებლობა პოლიტიკური ძალაუფლების. თან კომუნისტები არიან, ანუ ფაქტობრივად თაყვანისმცემლები არიან იმ წესრიგის, რომელიც ადამიანი ცხოვრობდა თითქმის მთელი საკუთარი ისტორია. ხო და ანარქო-კაპიტალისტები ამ შემთხვევაში ითხოვენ რაღაც ისეთ წესრიგს, რომელიც უბრალოდ არ არის თავსებადი ადამიანის ბუნებასთან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ზოგადად კაპიტალიზმი ცუდად თავსებადია ადამიანის ბუნებასთან და ფაქტობრივად ადამიანის ბუნების შემზღუდველი იდეოლოგიაა, მაგრამ ანარქო-კაპიტალიზმი ითხოვს უბრალოდ არარეალისტურ შეზღუდვებს ადამიანის ბუნების, რომელიც მეც კი არ მომწონს. ამიტომ საბოლოო ჯამში ის თეორიულად და პრაქტიკულად შეუძლებელი სტრუქტურაა. და თავისუფლების მოყვარულის ბედი, ანუ მე როგორც ხედავ ამას, ეს არის სიტუაცია, როცა შენ გესმის, რომ როგორც სულ იქნებიან მკვლელები, ისევ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ეცდებიან გააფართოვონ ძალაუფლება და შენი ამოცანა შეიძლება და გვარად შეამცირო, რომ მათი ძალაუფლება და არ მისცე ეს შანსი, რომ შენზე იძალადონ ამა თუ იმ ფორმით. აი ეს არის ეს მინდოდა მომიყოლა ანარქიზმზე, იმ რაღაც 9 საათში 40 წუთში რაც გამოვყავ. ეხლა გიპასუხებ თქვენ კითხვებს. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ დალაიქოთ. ეხლა უყურებ 56 ლაიქია, იმიტომ რომ 100 ლაიქს თუ ვერ აცდება, ჩვენ შეიძლება არ მოგწონა 100 ადამიანს რაიც არ მოეწონება ბუნებრივია ჩემი ლაივები შეწყდება. მიუხედავად იმისა, რომ შვენიერი ფეხბურთი იყო და ფინალი, მადლობა იმ ყველა 61 ადამიანს, რომელიც ახლა მე მიყურებს. ესე იგი, მოდით გადავხედოთ კითხვებს, რა კითხვები გვაქვს და ნელა გიპასუხოთ ყველაფერს. დღეს ბატონმა თარხან მოურავმაც თქვა, რომ ანარქიზმი შეუძლებელია, ანუ ამაზე თანხმდებით, თარხან მოურავს ძალიან უცნაური წარმოდგენები აქვს სამყაროზე, მინდა გითხრათ. არ ვიცი რა შეიძლება მას დავეთანხმ.
მაგრამ აი ბოლოში რო ყვებოდი გამახსენდა მე მოსკოვში რო ვასწავლიდი, იქ იყვნენ ეს ძველი მარქსისტები. და აი ზუსტად იგივე ფრაზებს იყენებდნენ და აი რაღაც მომში 90-იან წლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე მოსკოვის უნივერსიტეტში სადაც მე ვსწავლობდი და მე ვასწავლიდი, ეს ხალხი გაუშვეს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში რომ ესწავლათ ეკონომიკა. და კი ისწავლეს ეკონომიკა, მაგრამ და კი ასწავლიდნენ მიკროეკონომიკას და მაკროეკონომიკას, მაგრამ შინაარსობრივად აი ეს კომუნისტური რაღაც აზროვნება დარჩათ. და ეს ზუსტად აი დაახლოებით იგივენად ლაპარაკობდნენ როგორც თანხმოვურავი, ანუ ვითომ რაღაც სიტყვებს იყენებდნენ მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, მაგრამ აი იმ მარქსისტულ პარადიგმაში იყვნენ და ამიტომ უბრალოდ აი გეგონება მოვისმინეო ჩემი ყოფილი კოლეგების ლაპარაკიო, ასეთი დეჟავიუ მქონდა დღეს გადასემის დროს. სანდრო სალამი, გასკვი მადლობა ამ ლაივისთვის. არაფრის თამარ, იმედია მოგეწონათ ჩემი ახსნა ანარქიზმის. სანდრო, ფეხბურთი რომ მორჩება, უფრო ადრე რომ დაიწყო ხოლმე ლაივები, კი აუცილებლად უფრო ადრე დავიწყებ. როგორც მინიმუმ 12, შეიძლება 11-ზე წადოთ. ხო, მე რაც ვაკვირდები ჩემ განრიგს კონტროლში ზაფხულში, მეგონი 11-ზე შეიძლება დავიწყო. არ გეძინება ხოლმე? ზოგჯერ მეძინება, ანუ კი ბუნებრივია, მიყვარს ათუ ძილი. გადმოსაწევია დრო მეც მაგას ვაწვევი. კი, ფეხბურთთან ეხლა როგორ გადამოვიწია, მე ფეხბურთს უყურებდი მაგალითად უმეტესწილად. და ამიტომ უბრალოდ არ გამოვიდოდა. Uncap is not real. ნუ ხო რაღაც გაგებით. 13 სანდროს ღამე მე-13, მაგრამ მე-13 ღამის ლაივი სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ სულ 61 ლაიქი აქვს. და რისკის ქვეშ აყენებს მე-13 ხო თარსი რიცხვი არის და რისკის ქვეშ აყენებს ჩემ ლაივებს, ამიტომ არ დაგავიწყეთ რომ დაალაიქოთ. ეგ დაშვება რომ კონკურენციაში გამარჯვებული კომპანია აუცილებლად ბოროტება გახდება და სხვა ადამიანის იზოლებას დაიწყებს ჰიპოთეტურია, თეორიული დაშვებაა და ამ კონკურენციაში ერთპიროვნული გამარჯვებაც საეჭვო. თეორიული როგორ არის? აი წარმოვიდგინე რომ ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები და წარმოვიდგინოთ რომ თქვათ რა ვიცი 1000 რაღაც პატარა ტერიტორია არ უნდა შტატად, არამედ 1000 პატარა ტერიტორია არის დაყოფილი. სადაც რომელსაც ყოველას თავისი თავდაცვის ორგანიზაცია ყავს. ოღონდ თუ ეს ანარქისტული საზოგადოებაა, მე შემიძლია უარი უთხრა ჩემი თავდაცვის ორგანიზაციას, საკუთარი თავით ჩემი დავიცვა, სხვა ორგანიზაცია დაპატიჟო. წარმოგიდგენთ რაღაც რაიონია, სადაც უბრალოდ გადაჯაჭვულად ვინ ვის იცავს, რა ვიცი, ვიღაცას ერთს იცავს, ვიღაცა მეორეს იცავს, მაგრამ სულთა პრაქტიკული წილში რო გადახედო, თავდაცვის სფერო იმგვარია, რომ მე თუ მაგალითად რომელიღაც მანიაკს ვეძებ, გარდა იმისა, რომ ეს ეხება ბევრ ადამიანს, რომელიც შეიძლება ჩემ იურისდიქციაში არ შედიოდეს, მე ასევე მჭირდება სხვა პოლიციელების დახმარება, ან რაღაცნაირად რაღაცნაირი ის არის რა. კოორდინაცია ოპოზიციაში რო გიყვარს ხოლმე სიტყვა. ხო და ეს რო ხდება, წარმოიდგინეთ რომ ეს პროცესი პირდ უფრო ეფექტიანი არის რაღაც ეტაპზე. უბრალოდ მასშტაბის ეფექტია რა, ჩვენ ეკონომიკაში ხო არის მასშტაბის ეფექტი. თავდაცვას ისეთი სფეროა, სადაც მასშტაბის ეფექტი ძალიან კაფეოდ არის გამოხატული. ამიტომ რაღაც ეტაპზე ამ ორგანიზაციის გამსხვილება, ნებისმიერი თავდაცვის ორგანიზაციის გამსხვილება ექნება მოყვება ამის ეფექტიანობის და როგორც მაგალითად ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ ფაქტობრივად შეუძლებელია გვყავდეს რაღაც განვითარებული ავიაცია, იმიტომ კი არა რომ ვერ ვიყიდე, შეიძლება ფული გქონდეს, მაგრამ ჩვენ თვითონ რო აფრინდება, სანამ სიჩქარეს აკრებს და რაღაც უკვე საზღვარას მიაღწევს და ძალიან გართულდება რომ მან რაღაც აქეთ-იქით იფრინოს, იმიტომ რომ სიჩქარე ძალიან მაღალია, ქვეყანა პატარაა. მაგრამ შვეიცარია თანხმობას იღებს მეზობელი ქვეყნებიდან რომ მისი ავიაცია მათ საჰაერო სივრცეში შედიოდეს ცუნამის დროს. ხო და ზოგადად შეზღუდულია შვეიცარიის შესაძლებლობა მათ შორის ავიაციაში და თუ მეზობლებთან არ ექნება კარგი ურთიერთობა, ვერც კი გამოიყენოს წესიერად. და აქედან გამომდინარე რაღაც ტიპის შეზღუდვები უბრალოდ არსებობს მასშტაბის დონეზე. და ვინაიდან ეს არსებობს, როგორც კი ერთი ორგანიზაცია დაიწყეს გამსხვილებას, მას ექნება პირდაპირ უპირატესობა, ეს ხო არის უბრალოდ კონკურენცია, ბაზარზე ნაყინის გაყიდვა, ეს არის შეერაღებული ადამიანების კონკურენცია და შეერაღებული ადამიანის პერიოდულად კონფლიქტები რო უშდებათ, გასაგებია ვინც შედარებით მეტ ძალას ფლობს, ის იღებს უპირატესობას. და ამიტომ ნელ-ნელა იწყება გამსხვილება. ასეთი გამსხვილების მაგალითი უმამრავია, მაგალითად კრიმინალურ დაჯგუფებებში, იმიტომ რომ
ჩათვალეთ რომ ეს კრიმინალური დაჯგუფებებთან ძალიან ახლოს არის თავისი ბუნებით, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფო რაღაცნაირად წარმოიქმნა, ხო, როგორც კრიმინალები, უბრალოდ კრიმინალებს დაერქვათ მე კარგი სახელები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, თორე შინაარსობრივად ხო იგივე კრიმინალები არიან. ხო და ამიტომ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ პატრა-პატრა კრიმინალური დაჯგუფებები, როგორც წესი, ვერ უძლებენ კონკურენციაში დიდ კრიმინალურ დაჯგუფებას. და ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩემს ირგვლივ 1000 კილომეტრში ერთი კრიმინალური დაჯგუფება მართავს ყველაფერს. მე ვინაიდან ანარქოკაპიტალისტი ვარ და ზოგადად ასე საზოგადოებაში ცხოვრობდი, უარს ვეუბნები იმათ ფული უხადო. არა და ბუნებრივია სასარგებლო მასის სერვისი, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ხო ყველა წესები დაცულია და თუ ყველა დაცულია, ჩემიც დაცული იქნება. ყველაზე სულ შემთხვევაში თუ ვინმესთან კონფლიქტი მექნება პრობლემა, მაგრამ თუ მე არავისთან მეზობლებთან კონფლიქტი არ მაქვს, შემიძლია ამ ორგანიზაციას არ ვუხადო ფული. მაგრამ წარმოგიდგენთ რამხელა ცდუნება ამ ორგანიზაციის მხრიდან, რომ მე მაიძულოს ეს ფული გადამახტევინოს. და ფაქტობრივად ანარქოკაპიტალიზმი დგას იმაზე, რომ ის არ მაიძულებს. ის კი არა რომ მაიძულებს თუ არა ამის ალბათობა არსებობს. ანარქოკაპიტალიზმი მეტყვის არ გაიძულებსო და რთული დაშვებაა, რომ ისეთი ანგელოზი მოიძებნება, რომელიც უზრამად ტერიტორიას იცავს, ვიღაც ადამიანები თან უარს ეუბნებიან, რომ გადაუხადონ მათ მოსახურებას, თან მას აქვს აბსოლუტური დომინაცია ძალაში და ამ დომინაციის მიუხედავად ისინი არ აიძულებენ ადამიანს, რომ გადაიხადოს საწერო გადასახადი. ეს იმდენად უცნაური დაშვებაა, რომ ჯერ შეიძლება ადამიანის ისტორია სავსეა საწინააღმდეგო მაგალითებით და თავისთავადაც მეგონი გასაგებია, რომ ეს ამ დაშვებაზე აწყობა რაღაც თეორიის ძალიან სპეციფიკურ თეორიას მოგცემს. ამიტომ რანერი კონკურენციაც არ უნდა იყოს შინაარსობრივად, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ბაზრის გაცვლა, ესე ძალადობა, ისინი როცა ერთმანეთს ებრძვიან, აი Coca-Cola, Pepsi-Cola-ს ებრძვის, რეკლამით ებრძვის და თავდაცვითი ორგანიზაციები ერთმანეთს ებრძვიან პირდაპირ გაგებით ესრიან და კლავენ და ასე შემდეგ. ამ სიტუაციაში სხვა ტიპის ურთიერთობები ყალიბდება და იქ მასშტაბის ეფექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღები რას ფიქრობენ, წავიდნენო ნაცი ბიჭები? არ არის რას ფიქრობენ. ძალიან უცნაური ხალხია ეს ჯანსაღები. ბელად მასალაც შეიყვანა რაღაც უცნაურ გაერთიანებაში, მაგრამ ეს გაერთიანება დიდი ხანი იგეგმებოდა. მე მგონი იმან მეშლება 10 თებერვალს იგეგმებოდა პრეზენტაცია ჯანსაღების და გვარამიას ერთობის. ამბობენ რომ გვარამია ჯანსაღების ოფისშიც მივიდა, სტაფი გაიხსნო და უკვე გაერთიანებულები იყვნენ. მაგრამ მერე დაიწყო იმის რა ქვია, ლელოს ფულზე ნადირობა. და ამიტომ ეს ყველაფერი გადაიდო. მერე აგენტების კანონიც დაემატა ამ ისტორიას და მით უმეტეს გადაიდო და საბოლოო ჯამში ვერა და ვერ დაიყოლიეს ლელო და დაშნენ ისე როგორც იყვნენ წლის დასაწყისში. ამიტომ არაფერი არ მოხდა რა განსაკუთრებული რაც მოულოდნელი იყო, მაგრამ უბრალოდ აი რაზე დახარჯეს დრო ვერ გაიგებ. საერთოდ არ ჩნდება შთაბეჭდილება რომ ეს ხალხი რაღაც არჩევნებისთვის ემზადებიან და მით უმეტეს მოგებას აპირებენ. უი ალექსანდრე დღეს თარხანმოურავმა იმენა შეგისრულად. მადლობა. კრეთ. შეგისრულად. იბადონო. რეალურია რომ ნებაყოფლობითი გადასახადები ეფექტური იყოს, გადასახადი ვერ იქნება ნებაყოფლობითი, ანუ გადასახადის განმარტება არის, რომ ეს იძულება ნებაყოფლობით გადასახადს ქვია საწევრო გადასახადი, ინვესტიცია, შემოწირულობა, რაღაც. რატოა ქურდობა ცუდი? ზოგადად ლოგიკური პასუხი თუ გჭირდება ამაზე პასუხი არ არსებობს. მორალი საკითხია და საბოლოო ჯამში მე ღმერთის წამს და იმ წესრიგის, რომელიც რა ვიცი, ქრისტიანობამ დაამყარა ამ სამყაროს დიდ ნაწილზე და იმიტომ მგონია რომ ეს მორალური წესრიგი სწორია. მაგრამ არანაირი ლოგიკური ახსნა არ არსებობს, რატომ ქურდობა ცუდია, გასაგებია, შენ თუ ღმერთის არ წამს, ზოგადად მორალი არ გამჯდარი, არაინარ დაგინდეს ქურდობა ცუდია, ზოგადად ამიტომაც არის რომ სოციალისტები, ამორალური ტიპები იმიტომაც არიან, რომ ისინი უარყოფენ მორალს, ანუ ისინი არ აღიარებენ კერძო საკუთრებას და ანუ ეს ნიშნავს, რომ ქურდობა დაშვებული ხდება, ანუ რაც ადამიანისთვის
მაგალითად ლიბერტარიანელისთვის ქურდობა, სოციალისტისთვის არის რაღაც სამართლიანობის აღდგენა. შინაარსობრივად შურიანი ადამიანების მხრიდან თავისი შურის დაკმაყოფილება ძარცვით მაგალითად. აქედან გამომდინარე, უამრავი ადამიანი ამ სამყაროში მიიჩნევს, რომ ქურდობა ან ძარცვა ან ძალადობა არის სწორი. ამ ხას პრინციპში რაღაც ტიპის სოციალისტებს ვეძახით, კომუნისტები შეიძლება იყვნენ, როგორც კამბოჯაში ხალხს ხოცავდნენ, ან ჩინეთში, ან რუსეთში, ან შემდეგ, ან ჩვენთან თუნდაც, ან რაღაც მემარცხენეები, რომელიც საფრანგეთში არიან მაგალითად და გერმანიაში და შემდეგ, მაგრამ შინაარსობრივად ყველა მათგანი უარყოფს მორალს რაღაც დოზით და ისინი მიიჩნევენ, რომ ქურდობა მოსულა. ხო და ადამიანები როდესაც ღმერთის სწამთ, რომელიც ამბობს, რომ ქურდობა ცუდია, ისინი აწყობენ წესრიგს, რომელსაც ჩვენ ვეძახით კაპიტალიზმს. ამიტომ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ხათო არის ცუდი. მე მჯერა რომ ცუდია, მაგრამ მე ვერ დაგინწევ რომ ცუდია. აგერ სოციალისტები მიიჩნევენ, რომ კარგია და უნდა გაძარცვა ადამიანები. მაგრამ ცივილიზაცია იმაზე დგას, რომ ადამიანები მიიჩნევენ, რომ ქურდობა ცუდია. რა უფლება გაქვს ჩარევის? არ ვიცი ვის მეკითხები და რაზე. Sandro House of Dragons უყურებ? არ უყურებ, რაღაცნაირად შორს ვარ მათე რო გითხრა. რატომ თქვა რუზველტმა, რომ სახელმწიფოს უწევს ეკონომიკის რაღაც კუთხით კონტროლი და მან თქვა, რომ სრულიად თავისუფლმა ბაზარმა არ გაამართლა რა სიტყვის ამაზე. რუზველტი იყო ერთ-ერთი ყველაზე აფერისტი, ამორალური პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ფაქტობრივად რუზველტმა გაანადგურა ამერიკული პოლიტიკური ტრადიციების დიდი ნაწილი, რომელიც იცავდა ძალაუფლების უზურპაციისგან. დაწყებული იმით, რომ მან თავისივე დაპირებები პირველივე მმართველობის დღეს დაარღვია და რითაც მოიგო არჩევნები, იმის საწინააღმდეგო გააკეთო პირველი არჩევნების დღეს. დამთავრებული იმით, რომ რასაც ჩვენ ახლა ვეძახით ამორჩილის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუზველტმა დაამკვიდრა ეს ფაქტობრივად გამოიგონა დიდწილად და ეხლა რაღაც ფორმით რომშიც კი ხდებოდა ამორჩილის მოსყიდვა რაღაც დოზით, მაგრამ სისტემური ხასიათი დემოკრატიის პირობებში რუზველტმა მისცა. რუზველტი იყო ერთ-ერთი კი რა, უბრალოდ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში. რუზველტმა დაანგრია ძალიან დააზიანა რეპუტაციულად ამერიკის უზენაეს სასამართლო, როცა სასამართლომ დაუბლოკა მისი ახალი კურსის რეფორმები და დაიმუქრა მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არ შეცვლიდნენ თავის გაწყვეტილებას, უბრალოდ გაზდიდა მოსამართლეების რაოდენობა, შეტენიდა და იქ თავის მოსამართლეებს და შეაცვლევინებდა მაინც გაწყვეტილებას და მოსამართლეები უკან დაიხიეს და ფაქტობრივად რაღაც ტიპის ნაწილი ამ პოლიტიკის იყო ნებადართული და ამან მერე ეკონომიკა დააზიანა. ზოგადად რუზველტის მითი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც მაგალითად ერთ-ერთი ტყუილი არის, რომ რუზველტმა გამოიყვანა ამერიკა დიდი დეპრესიიდან, რომელიც უმდენ იმდენად ტყუილია, რომ კალენდარი რო გახსნათ, მიხვდებით, რომ კალენდარია საჭირო რომ იცოდეთ და მართლობის პერიოდი და კრიზისის პერიოდი რომ მიხვდეთ, რომ ტყუილია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რატომ თქვა, რომ რუზველტმა რაღაც ისულელეოდა? უბრალოდ მატყუარა ტიპი იყო, უსინდისო ტიპი იყო და რუზველტისნაირი პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანის ისტორიაში, რომელიც ამერიკის კონსტიტუცია და ამერიკა როგორც ესეთი ქვეყანა, რომელიც ააწყო სისტემა, პოლიტიკური სისტემა, სადაც ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები ზოგადად ყველაზე დიდი ხარისხით დაცულობით ხასიათდებოდა, ეს სისტემა დეგრადირდა და ბევრ შემთხვევაში ეხლა ძალიან შორს არის იმ იდეალებისგან, რომელზეც დაფუძნებლებმა მამებმა ეს ქვეყანა შექმნეს. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, უბრალოდ იმდენი ბოროტი იდეა აქვს, არა მარტო ნათქვამი, არამედ განხორციელებული, მათ შორის ოქროს ტანატის გაუქმება რუზველტის დამსახურება, რა ვიცი, უამრავი შეცდომა, რომელიც ომის პერიოდში იყო დაშვებული რუზველტის დამსახურება, კრიზისი, რომელიც რუზველტის კრიზისის დასრულება, რომელიც რუზველტისთან აფრიკაში არ იყო, რუზველტის რეფორმების შედეგად კრიზისი განმეორდა და 37 წელს არანაკლები უმუშევრობა იყო და არანაკლები პრობლემები იყო ვიდრე 33 წელს და ამას შორს არ წახვიდეთ იგივე მორგენტაუ იყო მეგონი მისი ფინანსთა მინისტრი და ის თვითონ ამბობს რომ ამდენი რაღაც გავაკეთეთ თუ ის გავაკეთეთ და კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ ვიდრე იმ დღეს როცა მოვედით. ასე რომ ხო, კითხვა მარტივია, თქვენ რო გონიათ რუზველტი რაღაც კარგი ტიპი იყო, მაგრამ ცდებით ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი გმირი, ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნის. სანდრო, სალფეტკის ქარხანას გახსნი. აი
ესე იგი მაუძე ვახოს უთხრა და ვახო თანდem ვერ მიხდო რომ ხუმრობდი მაუძედუნმა კომუნისტებს რო ავთხოვენ ხო იცით რაღაც მონღრეცილი სამყაროს წარმოადგენდა მაუძედუნმა თქვა რომ ისო მეტი ფოლადის თუ რაღაცის წარმოებაა საჭირო თუ რკინის თუ რაღაცის აღარ მოს და ყველა ოჯახსო თავისი მინი ქარხანა დაუდგათო და ფაქტობრივად აიძულა ჩინელები რომ გაეზარდათ ფოლადის წარმოება ხო და ნუ რაღაც უამრავი ადამიანი ამისგან დაიხოცა ვიღაცა ხო ეხლა არ შეეძლო ეს აწარმოება რაღაც გეგმები ქონდათ და რაღაც საგიჟეთი მოაწყო და ისედაც ხო 60 მილიონი ჩახოცა და ფაქტობრივად გეგმა იყო რომ ყველა ჩინურ ოჯახს თავისი მინი ფოლადის ქარხანა ხო და ეს რაღაცა ესეთი აი სულ ასხივებდა თარხან მოურავი აი ამ კომუნისტურ სოფხედველობას და იმიტომაც ვთქვი რომ გამახსენდა ჩემი რაღაც ძველი კოლეგა მარქსისტები რომ აი უბრალოდ რა ვიცი ასე აზროვნებენ ისინი რომლებიც უკვე ღიად ვერ ბედავენ თქვენ რომ კომუნისტები ვართო მაგრამ რაღაც სიტყვები ისწავლეს რომელიც რაღაც სხვა ტიპის ეკონომიკურ თეორიას ახასიათებს მაგრამ შინაარსობრივად მაინც ასე აზროვნებენ რუზველტს მიპასუხე თუ შეიძლება რატომ თქვა მაგაცმა ხო გიპასუხე უკვე თქვა ცოტა ხანი ვერ დაელოდი ანარქო-კაპიტალისტები და მინარქისტი დებატებიც ვისაც გინდათ დაპლიუსტით დაპლიუსტით ასევე შეაფასე ის ეკონომიკა რომელიც ჰიტლერმა დაამყარა გერმანიაში ამაზე არავის უსაუბრია ასე პირები საქართველოში რა ვიცი რა ეკონომიკა დაამყარა განსაკუთრებული ჰიტლერმა გერმანიაში ისეთ რაც ითხოვს განსაკუთრებულ ასე ვთქვათ გარჩევას ერთ-ერთი განსხვავება სხვა სოციალისტური წყობისგან იყო რომ ჯერჯერობით გერმანელები ასე ვთქვათ გერმანელი ძალადობა ნაკლები იყო ანუ მთელი ეს ძალადობრივი სისტემა ევრელებზე გადაერთო და რაღაც ტიპის საზოგადოებას ნაკლებად ერჩოდნენ სტალინური კომუნისტები უბრალოდ ხოცავენ თავის მოსახლეობას და გერმანელი მემარცხენეები რომელიც ნაცისტებს ვეძახით ან შინაარსობრივად იგივე მემარცხენეები არიან უბრალოდ მტერი ყავთ სხვა თავისი ძალადობრივი სისტემა საზოგადოების მხოლოდ ნაწილს მიმართეს და ამიტომ ძალადობის მასშტაბი ნაკლები იყო ნაცისტურ გერმანიაში და აქედან გამომდინარე ის გარკვეულწილად უფრო მდგრადი იყო ვიდრე სტალინური კომუნისტური რეჟიმები რომელიც შედარებით სწრაფად შედიოდნენ კრიზისში ხო და ეგ არის და ეგ პრინციპში თორემ პლუს რამდენიმე შედარებით კვალიფიციური ის ყავდათ სპეციალისტი მათ შორის ცენტრალური ბანკის მმართველი რომელიც ფინანსთა მინისტრის იყო და მეგონი მე ჩამოაღწეს კიდეც ანუ იმდენად დიდი როლი ქონდა ნაცისტური გერმანიის ფინანსურ მდგრადობაში შეტანილი რომ აი ერთ-ერთი ყველაზე დიდ ბოროტმოქმედად იყო ჩათვლილი მე შემოყვეთქვაში ძალიან ისეთი დაისაჯა ზუსტად მახსოვს ხო და აქედან გამომდინარე არაფერი ისეთი განსაკუთრებული ნოუ-ჰაუ ჰიტლერს არ გაუკეთებია ეკონომიკაში ჩვეულებრივ დაგეგმარება ხდებოდა უბრალოდ კეროსაკუთრების რაღაც ნაირსახეობა იყო შენარჩუნებული ანუ წვრილმანებში კეროსაკუთრება იყო პლუს რაღაც Porsche, BMW, Mercedes და ისინი ფორმალურად კეროსაკუთრება იყო მაგრამ ფაქტობრივად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო ამიტომ რაღაც ნაზავი იყო გერმანული მანამდე შედარებით საბაზრო ეკონომიკის რაღაც ელემენტების და ცენტრალიზებული დაგეგმარების სოციალისტური ეკონომიკის უბრალოდ ვინაიდან ასეთი სიგიჟეები იმ პერიოდში ბევრი ხდებოდა სხვა ქვეყანაში და საბჭოთა კავშირში სადაც რაღაც აწყვეტილი ქონდათ მათ ფონზე შინაარსად გამოიყურებოდნენ ყოველთვეში ისეთი არაფერი არ ხდებოდა აგვისტოში კვლევას აპირებთ აგვისტოში კვლევას რა კვლევას თუ იმას სოციოლოგიურს აგვისტოში არა იდეაში ჩვენ ვაპირებდით ეხლა გავაკეთებინა კვლევა ნუ რაღაც შედარებით პრიმიტიული მაგრამ ყოველთვეში რაღაც ტიპის ველოდებოდით მომენტს რომ პარტიები დალაგებული იყვნენ იმიტომ რომ არასერიოზულია რესპონდენტს ეკითხო ვირტუალურ პარტიებზე და მოსთხოვა სერიოზული არჩევანი. ანუ რომელ პარტიას შემოხაზავა რო ეკითხები, იქნება იყოს კონკრეტული პარტიების სია, იმ ფორმით, როგორც არიან დარეგისტრირებული CSGO-ში, როგორც იქნებიან ბიულეტენში და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ შემიძლია ვკითხო რესპონდენტს, რომ აი იცით ხა გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია რო გაერთიანდნენ ლელოსთან ბოლოს და ბოლოს მისემთხმას თუ არა. ეს აბსტრაქტული არჩევანია. და ამიტომ ველოდებოდით რომ ხო მოაწერეს ხელი რაღაც ქარტიას კი არა მემორანდუმს თუ რაღაცას რომ 8 ივლისს გავერთიანდებითო და ნუ რაღაცნაირად მესმის რომ გულუბრყვილოა ჩემი მხრიდან მაგრამ ვენდე ვიბიგე რომ ამ დაპირებას მაინც შეასრულებენ მაგრამ ეს დაპირებას კი ვერ გაკაჩეს
ამიტომ ცოტა გადაგვედა, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მზად ვართ რაღაც კვლევა ჩავატაროთ, უბრალოდ დაველოდებით, იქნებ რამე გავერკვიოთ მაინც. სახელი მაინც თქვენ რა დაარქვეს საკუთარ თავს. კითხვა. რა განსხვავება კომუნიზმსა და ანარქო-სოციალიზმს შორის? ნუ როგორც კომუნიზმი არის, ასე ვთქვი, ქოლგა დასახელება ყველა ამ მიმართულებები, სადაც კერძო საკუთრება არ არის, ანუ კერძო საკუთრებას ებრძვიან კომუნისტები, ხო? და იქ არიან ანარქო-კომუნისტებიც და სოციალისტებიც. ყველა ფაქტობრივად ებრძვის საკუთრებას. უბრალოდ ანარქო-კომუნისტი ამბობს, რომ მე მინდა პრიმიტიულ ეგალიტარულ საზოგადოებაში ვიცხოვრო, ხოლო კომუნისტები და სხვა ნაირსახეობის სოციალისტები, თუნდაც ნაცისტების ვერსია, რომელიცაც გერმანიაში იყო, ამ იტალიური ფაშისტების და შემდეგ, შინაარსობრივად ერთი და იგივეს ამბობენ, რომ ჩვენ ამ კერძო საკუთრებას არ ვაღიარებთ, მაგრამ მივდივართ წინ პროგრესისკენ. ყველა ეს თეორია ასევე ებრძვის რელიგიას, ანუ ეკლესიის მტრები არიან, იმიტომ რომ ეკლესია და ქრისტიანული მორალი იქნება ზოგადად დომინანტი რელიგიების, რაც გავრცელებულია ადამიანობაში. ყველა რელიგია იმგვარია, რომ ვერანაირ სოციალისტს ვერ აიტანს, თუ მართლა სერიოზულად მიუდგები წესრიგს, ეხა შეიძლება კონკრეტული რომის პაპია ცდებოდეს, მაპატიე ყველა კათოლიკე რომის პაპი მათ არ ცდება, მაგრამ ეკონომიკაში ნამდვილად გარღვევა აქვს ხოლმე ეკლესიას. უბრალოდ იმიტომ რომ ეკონომიკა არ იციან, სოციალიზმი ხო არა მარტო მორალის პრობლემაა, შეიძლება იყოს ეკლესიების შემთხვევაში არის ხოლმე ცოდნის დეფიციტის პრობლემა. რადგან რაღაცები არ იციან, ისეთ რაღაცებს ამბობენ, რომლებიც ნუ არასწორია, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა კომუნისტური რეჟიმი ყარდება საზოგადოებაში, ის პირველი ებრძვის ეკლესიას. როგორც საბჭოთა კავშირში მოხდა მაგალითად. ეკლესიას ანგრევენ, ტრადიციებს ანგრევენ, ოჯახებს ანგრევენ, იმიტომ რომ მათ უნდა ჩაანაცვლონ სტანდარტული რელიგია, პარტიაში რწმენა, კომუნიზმის რაღაც ტიპის რელიგიური რწმენა. და ნუ ასე ვთქვათ, ამ შირმით მოდიან რომ ადამიანებზე იძალადონ. აქედან გამომდინარე, ნუ ეხლა სოციალისტი, რაღაც სოციალ-დემოკრატი რაღაც ევროპაში, ბუნებრივია თავის გეგმებში თუ სიტყვებში პრინციპულად განსხვავდება კომუნიზმისგან, რა ვიცი, ლენინისნაირ ტიპისგან, რომელიც ამბობდა, რომ ხალხი უნდა დავხოცო და ამავდროულად. ანუ ის ასე რა თქმა უნდა არ ილაპარაკებს, მაგრამ ფუნდამენტურად რო შეხედოთ რა ტიპის იდეოლოგიის მატარებელია ვინმე მემარცხენე ტიპი, აი რა ვიცი, ეხლა საფრანგეთში რო გაიმარჯვეს მაგალითად. ხო, რავი, ჩვეულებრივი არაადამიანური სოფხედულობა აქვს იმათაც, უბრალოდ შელამაზებული სხვა ლოზუნგებით, ხალხზე ზრუნვით და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპი რო ავიღოთ და განავრცოთ საზოგადოებაში, იგივე ძალადობრივი იდეოლოგია, რაც სტალინს ჰქონდა, ლენინს ჰქონდა, რა ვიცი, მაოძედუნს ჰქონდა და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაც პრინციპულად განსხვავება არაფერი არის, უბრალოდ ყველა არის იდეოლოგია, რომელიც არ აღიარებს კერძო საკუთრებას და სხვადასხვა ფორმით ძალადობს ადამიანებზე და მორალზე, ადამიანურზე, ცივილიზაციას ებრძვის და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ინტენსიურობით ეს თქვა. 35 წელია რაო საქმის კეთება 0. ეს რაზე იყო საუბარი, ვერ გავიქი. ისე ზოგადად ქართულად დაწეროთ უკეთესი იქნება, ხოლმე უფრო მარტივია რომ წავიკითხო. წინა საარჩევნო სხვადასხვა ადგილზე ჩასვლას თუ აპირებთ ხალხს რომ ლიბერტარიანობა გააცნოთ. აი ლიბერტარიანობის გასაცნობად ნამდვილად არ ვაპირებთ, აგერ აი თუ საჭიროა რაღაცას მოგიყვებით, მაგრამ წინა საარჩევნო სადაც ჩავალთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძალიან არაეფექტიანია ზოგადად ასე რეგიონებში სიარული, იმიტომ რომ მაქსიმალურად საკეთებენ ჩემი კოლეგები, რომ რაც ფოტოები გადაიღონ და მე Facebook-ზე დადონ, მაგრამ აი იქ სადაც ხალხი გველოდება, ანუ ხარდანჭერები ყავს და გვეუბნებიან ჩამოდით რაღაც, ჩვენ სიამოვნებით ჩავდივართ ხოლმე, თუმცა მაინც გვიწევს მოგზაურობა აქეთ-იქით, აი ბათუმში ჩასვლა, ზუგდიდში ჩასვლა ასე შემდეგ და აი ამ ქალაქებში შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს და იმ ქალაქებში ან სოფლებში, რომელსაც გავვილით. ამიტომ ზოგადად დიდი ალბათობით სხვა ადგილას ვიქნებით, მაგრამ ეხლა ლიბერტარიანობის გაცნობა ნამეტანია. ეხლა უფრო მარტივი ამოცანა გვაქვს, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ აი ეს პოლიტიკური სპექტრი, თელი სპექტრი ჩვენს გარდა უბრალოდ მათ ძარცვაზე ორიენტირებული, უბრალოდ უნდა გადარჩონ ასე ან ისე ევროპის სახელით თუ რუსების სახელით თუ რაღაცის სახელით. და ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც ვამბობთ, რომ მოდით შევამციროთ ძარცვის მასშტაბი, მოდით ხალხს დაუბრუნოთ საკუთრება. მოდით ავაწყოთ სასამართლო, რომელიც ადამიანებზე იქნება დამოკიდებული და არა რაღაც პოლიტიკოსებზე.
და იმედია ამას გავაგებინებთ, იმიტომ რომ თუ ასეთი რაღაცები ვერ გავაგებინებთ ადამიანებს, რა დროს ლიბერტარიანიზმი ან რა ვიცი, ანარქო-კაპიტალიზმის საუბარი უბრალოდ არაფერ შუაში არ არის. დროა გირჩიოთ ახალიზეც თქვათ რამე რა უნდა თქვას ან საცდოა ჩემი აზრით, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. რეალურია რომ სახელმწიფო ფინანსდებოდეს ნებაყოფლობით და ეს სახელმწიფო ეფექტური იყოს. სახელმწიფო არ იქნება მაშინ უბრალოდ აი სახელმწიფო არის ცნება, აბსტრაქცია, რომელიც ასახავს ძალადობრივ წესრიგს. უბრალოდ არის მაგ კოზანოსტრა არსებობს, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მაგალითად ტერიტორიას აკონტროლებს და რაღაც წესრიგს ამყარებს და ზუსტად იგივე ფორმის არის სახელმწიფო. უბრალოდ კოზანოსტრას განსხვავებით, მას აქვს რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია. ანუ კოზანოსტრა გასაგებია, რომ უშუალოდ ძალადობას ღიად პროპაგანდირებს, ამბობს, რომ მე მოძალადე ვარ, მაგრამ აი კეთილი მოძალადე ვარ. ხოლო სახელმწიფო ამბობს, რომ მე მოძალადე არ ვარო, საერთოდ არ აღიარებს რა ის მოძალადე, მე რეფშოში არ ვარო. აი უბრალოდ ცუდი ხალხი კრიმინალი იმაზე ძალადობთ, სხვა ადამიანის პირიქით მზრუნველ მთავრობას თამაშობს და ასე შემდეგ. ამიტომ შეუძლებელია რომ სახელმწიფო იყოს ნებაყოფლობით დაფინანსებული. თვითონ არსი ეკარგება სახელმწიფოს. სახელმწიფო რომელიც ფინანსდება ნებაყოფლობით, ეს უკვე არის რაღაც, რა ვიცი, კერძო თავდაცვის ორგანიზაცია, კერძო რაღაც არბიტრაჟის მაგალითად რაღაც დაწესებულება, სადაც სასამართლოს დავებს მოაგვარებს ადამიანი და ასე შემდეგ. ამიტომ სხვა სახელი ექნება ასე ტიპის წყობას. სანდრო, საფრანგეთში ამ ხელას საგადასახადო წნეხია. რატომ არიან მაინც ნორმალურად შედარებით სხვა ევროპულ ქვეყნებთან? ისეთ მითქვა რომ ნორმალურად არიან სხვა ევროპულ ქვეყნებთან, გააჩნია რომელ ქვეყანას შეადარებ. ეს ერთი. მეორე, აი ხო უბრალოდ სრულიად არაადეკვატური, უბრალოდ სამარცხნა კომუნისტებმა მოიგეს. და მე მგონი საფრანგეთის საზოგადოება ღრმა კრიზისშია, როცა ასეთი პოლიტიკური სპექტრი ლაგდება. აქეთ არის რაღაც მარი ლეპენი და ვიღაც უცნაური ხალხი, რომლებიცაც მიგრანტები მობეზდა და გაგდება უნდათ, მაგრამ იდეაში სოციალისტები არიან სხვა ყველაფერში. აქედან არის კომუნისტები სხვადასხვანაირი სახეობის. აქეთ არის მაკრონი, რომელსაც დიდი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ებღაუჭება ძალაუფლებას ყველა შესაძლო ფორმით. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაზე თქვა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებულია. ეს ერთი. მეორე, იგივე შეიძლება ბევრი რაღაც თქვა გერმანიაზე, სადაც უზარ რაღაც სრულიად არაადეკვატური რაღაც ბიუროკრატიული წესრიგია და შემდეგ, მათ შორის გადასახადების მაღალია. მაგრამ ევროპულ ქვეყნებში საფრანგეთი იქნება ეს თუ გერმანია იქნება, ქვეყანა კერძო საკუთრებაშია. და ამიტომაც არის რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ხვდება მასშტაბს, ანუ ეკონომიკურ მასშტაბს, რამდენი ზიანდებით, რომ ამ ქვეყნის 90% სახელმწიფო საკუთრებაში არის. აი ის რომ იქ კერძო საკუთრებაა გავრცელებული, დაწყებული, რა ვიცი, ჩოლებრივ რაღაც სახლზე და ასე შემდეგ დამთავრებული ტყით და ასე შემდეგ, ან თუნდაც ციხესიმაგრეებით, ან რამდენი არის ხო, ამ საფრანგეთის სავსეა სხვადასხვა ციხესიმაგრეებით, რომელიც კერძო საკუთრებაშია და ჩოლებრივად ხალხი ზოგჯერ ცხოვრობს, ზოგჯერ რაღაც შეიძლება მუზეუმებით იყოს და ასე შემდეგ. აი ეს იმხელა, ეს თქვათ, წყაროა სიმდიდრის და განვითარების, რომ აი ესეთი ქვეყნები მე იტანენ აი სრულიად ასევე არაადამიანურ რეგულაციებს, ზოგს ძალიან სასაცილოს, ზოგს ძალიან მავნებლურს და ასე შემდეგ. ბევრად მეტი შეუძლია საზოგადოებას, რომელიც კერძო საკუთრებაზე დგას, ვიდრე იმ საზოგადოებას, რომელსაც კერძო საკუთრება არ არსებობს. ამიტომ ბევრი კუთხით გადასახადების რეგულაციები ჩვენ საერთოდ 60 გვაქვს ამერიკასთან შედარებით, საფრანგეთთან შედარებით, გერმანიასთან შედარებით. უბრალოდ აი მათივე გადმოსახედიდან უბრალოდ იდეალურ რაღაც გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ რეალობაში ჩვენ არ გვაქვს ის ფუნდამენტი, რაც აქვს დასავლურ საზოგადოებას, რის გამოც ეს ქვეყნები მდიდრები არიან, რის გამოც ისინი გამდიდნენ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს არაადეკვატური რეგულაციები შემოიღეს და ეს არის კერძო საკუთრება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და ეს სასამართლო, რომელიც ჩვენ ასევე არ გვაქვს. და იმ საზოგადოებებს აქვს კერძო საკუთრება და აქვს სასამართლო. გასაგებია არა აბსოლუტური რაღაც ანარქო-კაპიტალისტური გაგებით, მაგრამ სად ჩვენ და სად ისინი. ოთხშაბათობით რა თემაზე საუბრობთ წინასწარ რომ ვიცოდეთ? დაახლოებით. მეგობრებს მინდა გავასწრონ გირჩი. ოთხშაბათობით. საღამოს გადაცემები, ასე ვთქვათ, ჩემი სფერო არის, ვახოს სფერო უფრო არის და კი ვარ ჩატში, რომელშიც ეს რაღაცნაირად წყდება ხოლმე, მაგრამ დიდადად ყურადღებას არ ვაქცევ. ხვალ უნდა ყოფილიყო, მე მგონი რომ რაღაც ჩვენი ახალი პოლიტიკოსი, მაგრამ შეიძლება
კიდე სადღაც არის ალტინფოს ხალხიც, რომელიც რაღაც ეკონომიკური ხედვები, ანუ პატრიოტთა ალიანსს და ალტინფოს არ აქვს მათივე შეფასებით ერთნაირი ხედვები. ამიტომ ჯერ თანხმოურავი იყო და მე ალტინფო იქნება. და იმასაც ეკონომიკაზე უნდა ველაპარაკოთ იდეაში. მე მგონი შეიძლება ხვალ იყოს ეს. მაგრამ ვერ გეტყვით, აი რომ ეხლა უნდა გავხსნა მაშინ ჩატი და ჩავიხედო და შეიძლება ისე ზუსტად არ მახსოვს. ხო, მაგრამ წინასწარ ანონსები იდება ხოლმე ოთხოში YouTube-ზე ერთხელ და ჩვენ ბავშვი Facebook-ზე. სანდრო, ეს ჩატი, რასაც კითხულობ, ტოპ ჩატიდან პირდაპირზე გადართე. თორემ ყველა კომენტარს ვერ დაინახა. ოკეი. ნახოთ რა იქნება. გადავრთ. აბა ახლა ჩამოყვე და ნახოთ რამე ხო არ გამოვტოვე. ჯერ არაფერი გამომიტოვებია, ეს ნანახი მაქვს. ერთი გამომიტოვებია. ოკეი. მოდი ახლა დავბრუნდე. მოდი დავიწყოთ სიმონ ატოშვილი. ლელო ევროსაკები ალეკო და დოლიძე დაგვრჩა დასაბინავებელი. ხო და როგორ ფიქრო, რას აპირებენ ესენი? ან გახარია? ნუ პირველ რიგში პოლიტიკური ველი იყოფა, როგორც იაგომ ეთერში თქვა, ძალიან სწორად, ნაცების მოღალატეები, ქოცების მოღალატეები და ჩვენ. იდეაში ნაცების მოღალატეებში გადიან ევსაკებიც და ლელოც. და უბრალოდ რაღაც დროს ამბავია, ხო ხედავთ, ახლა ჩერგურგული აღშფოთებულია, რომ არ მიიღეს ამ გაერთიანებაში, ძალიან უნდოდა. ხო, მაგრამ ნუ მე ვერ ხვდები ამ ხალხის ერთი მხრივ ამბობენ, რომ უზარმაზარი რეიტინგი გვაქვს და ვიგებთ არჩევნებს და მეორე მხრივ წყინთ, რომ გაერთიანებაში არ მიიღეს და რატომ უნდა მოგინდეს რაღაც გაერთიანებაში შესვლა, თუ იცი რომ ბარიერსაც ლახავ და რავი, რამის 8-10% გაქვს. ლოცო კითხოს საერთოდ 20% აქვს რეიტინგი. ამიტომ არ მესმის ამ ყველაფრის, მაგრამ ზოგადად ეს იქეთკენ უნდა წავიდეს ეს ხალხი. ალეკო ყველაფერი გააკეთა, რომ ასევე ნაცების სიაში ყოფილიყო. ეხა ისეთი CV აქვს, რომ მამუკამდენაზე ცემა, სპეცრაზმი ცემა, თვითონ ცემეს, გინებით აგინა, პატრიოტული ლოზუნგებით გამოვიდა. რა უნდა გააკეთოს მეტი, რომ ნაცების სიაში იყოს? ანუ ბევრ ნაცი არ ექნება ამაზე უკეთესი CV, რაც ალეკოს აქვს. ხო და რა ვიცი, მე მგონი იმსახურებს. ხო და თან თვითონ თქვა, რომ არჩევნებზე მარტო გასვლას არ აპირებს. მაგრამ ასევე დადის ჭორები, რომ გახარიასთან შეხვიდეს, მაგრამ აი რა უნდა ნაცების სიაზე მომუშავე ადამიანს ქოცების მოღალატეებთან, არ ვიცი. ხო და ანატოლიძე რავი რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება? რა აზრი გინდიქ იყოს, გინდაკ იყოს, მე მგონი არაფერი არ შეიძლება ჩვენ სამყაროში. ხო. ახლა შემოგიერთდით ლუკას. სინამდვილეში ანარქო-კომუნიზმი ყველაზე ალოგიკური ტიპია სოციალიზმისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას ეყრდნობა. იხილე მე-20 საუკუნის ესპანეთი ანარქისტული კომუნიზმი. არა, შუაში ანარქისტული კომუნიზმი მე-20 საუკუნეში ესპანეთში. ანარქო-კომუნიზმი არის ადამიანის ბუნებრივი წყობა, რომელიც მილიონობით წელი ადამიანი ცხოვრობდა. ჩვეულებრივი ამბავია და ძალიანაც ლოგიკურად გრადია უბრალოდ. ანტიცივილიზაციურია თავისი ბუნებით, მაგრამ ლოგიკური გრადობის პრობლემა არ აქვს. ეს მე აშკარად გავიარე. ჯამოვიდგინოს. ხარ. როგორა ყველა სოციალისტი უნდა კაპიტალისტი გახდესო? გაეშნი, ანუ სოციალისტი შეიძლება იყოს ძალიან შურიანი ადამიანი ხარ და სამყაროს გშურს და გინდა ეს სამყარო დასაჯრო შინ არ გაგიმართლა. სოციალისტი იმიტომ შეიძლება იყოს, რომ განათლება არ აქვს მიღებული, რომ დაიცი როგორ მუშაობს ეკონომიკა. სოციალისტი შეიძლება იყოს ბოროტი ადამიანი ხარ, უბრალოდ გინდა, რა ვიცი, ბოროტება მიეყენო, შეიძლება მდიდარი იყო, მაგრამ ენგელსი მდიდარი იყო, მაგრამ აფინანსებდა მარქსს, იმიტომ რომ აი შეიძლება თავისი პრობლემები ქონდა ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ. და უნდოდა რა ხალხზე ძალადობა, ან ხალხის დამორჩილება. ბევრი დიქტატორი ხო საკმაოდ მდიდარია, მაგრამ ისინი სიამოვნებას იღებენ ხალხის მართვით. და ამიტომ შეიძლება ასეთი ტიპის მოტივები ქონდეს. ასე რომ საერთოდ მარტივად წარმოსადგენია, რომ სოციალისტს არ უნდოდეს კაპიტალისტობა, იმიტომ რომ უბრალოდ რა ვიცი, ბողმისგან სკდება კაპიტალისტებს ხედავს. მაგრამ თვითონ ვერს კი წარმოუდგენია, რომ თვითონ ასეთ ცხოვრებით იცხოვრებს, იმიტომ რომ მაშინ სხვანაირი ადამიანი უნდა იყოს.
ბევრი მოტივი რატომ შეიძლება ადამიანი სოციალისტი იყოს სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებული სენია და უნდა გვესმოდეს რომ ასეთი ტიპის ხალხი სული არსებობს. ნაცნობ გერმანიაში 0 იყო ინფლაცია და 6 წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდა და ხალხი მასიურად საქმდებოდა. თუ სწორად მახსოვს, მთავრობაში მოსვლიდან 9 თვეში 1,600,000 ადამიანი დაასაქმეს. პირველი 0 ინფლაცია არ იყო. მეორე დასაქმება საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მე ჩემი და დაგისაქმოთ თუ გინდეს მილიარდი ადამიანი, რა პრობლემაა დაგასაქმოთ, რავი, დიდ ორმოს ამოვგათხრევინებთ და მე უკან ჩაგაყრევინებთ მისას, მე ამოვხტრით უკან ჩაყრეთ. საერთოდ აფშოში არის დასაქმება ეკონომიკის ეფექტიანობასთან და ეკონომიკის ეფექტიანობა იზრდება მაშინ რომ დასაქმება საბაზრო ეკონომიკაში ბუნებრივად იზრდება და არა ისე მთავრობამ ეს გააკეთა. მესამე 6 წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდა სუდი არის, ზოგადად არაფერი განსაკუთრებული გენიალური ამაში არის, უამრავი უბრალოდ უკეთესი შედეგებიც არსებობს სამყაროში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე სანამ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში, სრული კოშმარი იყო ეკონომიკაში მოწყობილი ჰიპერინფლაციით და ასე შემდეგ და იმ ფულით ცეცხლს ანთებდნენ, იმდენად გაუფასრებული ფული იყო. ამიტომ იმ ძალიან გაღატაკებული ქვეყნიდან ეკონომიკის გაორმაგება საერთოდ პრობლემა არ არის. თვითონ გერმანიაში სკირპირად უკეთეს შედეგები იყო, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს და ასე შემდეგ, ამიტომ აქ არანაირი ისეთ აი უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არის, რო გითხრათ რა, აი შეულებრივად, აი როგორც მილეი მაგალითად არგენტინაში, უბრალოდ არაფერი არ გააკეთა და ამით საბჭოთა დეფიციტი შეამცირა და ინფლაცია შეამცირა, აი უბრალოდ იმიტომ რომ არისო ჰიპერაქტიული მართველი, იგივე არის ხომ ზოგ შემთხვევაში საკმარისია რომ ზედმეტი არაადეკვატურობა არ გამოიჩინო, ძალიან დიდი შეცდომები არ დაუშვა და უბრალოდ ადამიანების სურვილი უკეთესად იცხოვროს ეკონომიკას წინ წევს. ასე რომ ხო, არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიგია რომ რამე ესეთი ეკონომიკური მიღწევები ქონოდა ნაცისტურ გერმანიას, გარდა იმისა რომ ნუ გასაგებია რომ ძალიან დაბალი წესულიდან დაიწყო და რაღაც ეტაპზე სანამ მით უმეტეს ომი არ იყო დაწყებული და ასე შემდეგ ეკონომიკა იზრდებოდა. მაგრამ მე ძალიან გაანადგურეს ეკონომიკა ბუნებრივად ომთან ერთად. ინფლაცია ყველაფრიანად. საღამოშვიდობის თქვენი აზრით, ოდესმე მოვესწრებით ქვეყანა, სადაც სამინისტროებს ვადა ექნებათ, რომ ის სფეროში დავიქირავეთ ვადა, დაუწესოთ, შეასრულეს საქმე და გაუქმდეს. მოდით შოთა იმით დავიწყოთ, რომ თქვენ მინისტრებს არ ქირავთ. სამ თქვენ გიჯერათ, რომ მინისტრები თქვენ მიერ არის დაქირავებული, შარში ხართ. სახელმწიფო სისტემა ეს არის ხალხზე იზოლების ძალადობის სისტემა. თქვენ გადასახადებთ ნებაყოლობით არ იხდით. თქვენ გაიძულებენ გადასახადები გადაიხადონ. ეს არის ძარცვის ნაირსახეობა. თუ თქვენ ამას ვერ გაიაზრებთ, არასდროს არ გექნებათ, ასე ვთქვათ, არ მიაღწევთ იმას, რაც თქვენ გსურთ რომ მიაღწიოთ. და თქვენ გსურთ მიაღწიოთ, რომ სამინისტრომ რამე გააკეთოს. და არა და სამინისტროების, რაღაც ფინანსის სამინისტრო, ტექნიკური სამინისტრო და გვერდზე გადავდოთ ან მაგალითად თუნდაც თავდაცვა. მაგრამ სამინისტროს უდიდეს ნაწილი ხო თქვენი ძარცვის და კონტროლისთვის არის შექმნილი. თქვენ გონიათ რომ იმან რაღაც განათლების სამინისტრომ განათლება უნდა აღორძინოს, არამედ სამდროში განათლების სამინისტროს თავარი ფუნქცია ჩვენი ბავშვების აღზრდის კონტროლი, ჩვენი როგორც შოვლების კონტროლი და ვინაიდან კონტროლს არ აქვს ვადა, ის სულ უნდა არსებობდეს თუ კონტროლი გინდა. ამიტომ სამინისტროები სულ იარსებებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიზანი კი არის, რომ თქვენ უკეთესი ჯანმრთელობა გქონდეთ. ჯანდაცვის სამინისტრო არის თქვენი კონტროლი უკვე სამედიცინო კუთხით. ჯანმრთელობის იქნება თუ სხვა ტიპის თქვენ სხეულთან манипуляციის, ტრანსპლანტაციის და სისხლის დონაციის და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად სამინისტროები შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება აკონტროლოს სხვადასხვა სფეროში. ამიტომ ამ სამინისტროს არასდროს არ ექნება ვადა. და თუ გსურთ რომ რამე საქმე გაკეთდეს, თქვენ სამინისტრო უნდა გააუქმოთ თავიდანვე. თქვენ თუ გინდათ ზოგადად რომ განათლება იყოს განვითარებული, განათლების სამინისტრო არ ჭირდება. განათლების სამინისტრო არ არსებობდა ოქსფორდი რო შეიქმნა და კემბრიჯი და ზოგადად განათლება რო განვითარდა. განათლების ჯანდაცვის სამინისტრო არ ჭირდებოდა რომ განვითარებული იყო მედიცინა და ასე შემდეგ. ან მეცნიერების განვითარებას არ ჭირდება ასევე რაღაც განათლების სამინისტრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ სანამ გონიათ რომ თქვენ ქირავთ მინისტრს რომელიც რაღაც საქმეს აკეთებს, თქვენ უბრალოდ ვერ ხედავთ რეალობას. სრულად მოწყვეტილი ხართ რეალობისგან. ეს სამინისტრო გძარცვავთ, თქვენ რო გაგაკონტროლოთ. ერთი სამინისტრო გძარცვავთ და მეორე სხვა გზით გაკონტროლებთ. აი ეს არის გასააზრებელი. თქვენ თუ ამას გაიაზრებთ, თქვენ ხართ მთავრობა გიყუროთ როგორც სხვას, რომელიც უნდა გაგპარსოთ
და საბოლოო ჯამში თუ რომ შემთხვევით არ მიხვდეთ რომ რა ხდება, იმიტომ რომ შინაარსებრივ თქვენ ხართ მგელი, რომელიც დააჯერესოთ სხვარია, რომელსაც კვარსავენ და რო ეს არ მიხვდეთ, ამიტომ არის შექმნილი სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციები, რომელიც ამაში გარწმუნებთ, რომ არა მე ერთი გეუბნება არ გექნებოდა განათლება, რომ არა მე გეტყვის მეორე არ გექნებოდა ჯანმრთელობა კარგი, რომ არა მე არ აშენდებოდა გზები და რომ არა მე არ იქნებოდა დაცული თქვათ ვიღაცისგან, კრიმინალისგან. ანუ ეს არის 100 აწყობილი სამყარო. ანუ სინამდვილეში ეს არის თქვენი ძარცვის ინსტრუმენტია, სისტემა. და თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივია დაუნჯეროთ ამ თელ ტყუილს, რომელიც შექმნილი იმისთვის, თქვენ გაგძარცოთ. ან დაინახოთ რეალური მდგომარეობა და ამის წინამდე რაღაც ნაბიჯები გადადგათ. რომ მაგალითად ძარცვის მასშტაბი შევამციროთ, იქნება ეს გადასახადის შემცირება თუ რაღაც რეგულაციების გაუქმება. თქვენი კონტროლის მექანიზმები შევამციროთ, რაღაც სამინისტროები გავაუქმოთ, სააგენტოები გავაუქმოთ და ასე შემდეგ. ეს იქნება მაგალითად თქვენი კონტროლის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში გამოიხატება, რომ თქვენ არ ქონდეთ უფლება ელემენტარულად მიწა ამოთხოვოთ თქვენივე ნაკვეთზე და 2 მეტრში სიღრმეში ჩახვიდეთ, კანონს დაარღვევთ. აი ეს ასეთი მიმართულებით თუ იმოძრავებთ, რაღაც მომენტში მიხვდებით, რომ თქვენ მართლა ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ, სრულფასოვანი, ამ ქვეყნის მფლობელი ხართ და რაღაც ტიპის ძალაუფლება გაქვთ იმ ადამიანებზე, რომელიც შეიძლება ვერ მიხვიდეთ იმ წერტილამდე, როცა მართლა ქირაობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის იმდენად თქვენზე დამოკიდებული აღმოჩნდება ხელისუფლება, რომ ბევრ რაღაცას ეხლა ბედავს, ვეღარ გაბედავს. ეს არის დაახლოებით რაც მე შემდეგ იპასუხო ამ სამინისტროებს. თუ ნაცისტურ გერმანიაში რა ტატო რა გჭირს ნაცისტურ გერმანიაში რა იპოვე ამ არა ადამიანურ წესრიგში საინტერესო. თან ნაცისტურ გერმანიაში კი სტრატეგიული ობიექტები სახელმწიფოს იყო ფაქტურად, მაგრამ დანარჩენი ბიზნესი თავისუფალი. დანარჩენი ბიზნესი არ იყო თავისუფალი სინამდვილეში. უბრალოდ კონტროლის მექანიზმი იმგვარი იყო, რომ უბრალოდ დიდ კომპანიებზე უფრო კონცენტრირდებოდა. სტრატეგიული ობიექტები სისულელია უბრალოდ, არანაირი სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს ეკონომიკაში. და ნუ რა ვიცი, ჩვეულებრივი ქარხნი, მანქანი წარმოებლები და ისინი ასევე კონტროლის ქვეშ იყო. ნებისმიერ დიდი ბიზნესი კონტროლის ქვეშ იყო. და უფრო აი ფაშისტური იტალიასაც გავდა, ანუ პრინციპი იყო, კომუნისტები თუ მთლიანად გაანადგურეს საკუთრების უფლება და მთლიანი კონტროლი დაამყარეს გერმანელებმა, დაამყარეს კონტროლი მარტო მათი გადმოსახედიან მნიშვნელოვან ობიექტებზე, უბრალოდ სტრატეგიული ობიექტი რაშვაშია, უბრალოდ ეხებოდა ნებისმიერ ოდნავ მსხვილ ბიზნესს და ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. სანდრო ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში თუ გაქვთ სათადარიგო გეგმა, თუ კი გირჩი აღარ იქნება ჩემი პოლიტიკური ჩართულობა სამუდამოდ გაქრება. არა, ჩვენ ზოგადად არ ვფიქრობთ ხა წაგებაზე, უბრალოდ არასერიოზულია. მოგებაზე თამაშობდე და გეგმას აწყობდე წაგებაზე, ეს ყოველდღიურად ომი არ არის, როცა, რა ვიცი, გაქცევის გზები უნდა დაიტოვო. ცხოვრება, რომელიც ზოგადად შეიძლება რთული იყოს და ისეთი არ იყოს, რომელიც ჩვენ მოგწონს. ან ისე არ განვითარდეს, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ჩვენ ახლა რო დავხარჯოთ იმაზე, რომ დავიწყოთ გეგმის აწყობა, რა იქნება ჩვენ თუ წავაგებთ, უბრალოდ არ მაქვს ამის არც დრო არ სრული. 4 თვე გვაქვს და უამრავი საქმე. და მე ამით დავკავდები თუ შეიძლება თქვენის ნებართვით. ლაიქები მეგობრებო, სხვადასხვა შემოწოთ ლაიქების რაოდენობა რა ხდება? 88 ლაიქი. თითქმის მივედით 100-მდე და გვაშველება. ლაივს თანადად არ ველოდი, პლუს ერთი ხმა ჩემგან. მადლობა, ასე მარტივი რო იყო ჩართავ ლაივს და ხრები გემატება. ბატონ სანდრო, რაღაც მინდა გთხოვოთ, შეიძლება და თან ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნა. დაგეწერა ბარი ბოლომდე. არჩევნების შემდეგ ეროვნულ ბანკს აფუერა შენ უნდა გაუკეთო. აუ, ხო იმდენი ძალაუფლება მექნება, რომ ამ აფუერა ეროვნულ ბანკის მოხდება, ხო, მაგრამ სიამოვნებით. რაღაც გაგებით ისიც კი მინდა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყო იმ მომენტში როცა ის იხურება რომ გამოვალ და შემოვატრიალებდა მაგას წარწერას და closed რო აწერია და ეს რაღაც ძალიან მაგრამ არა გაასწორებს რომ ეროვნული ბანკი უქმდება მე თუ ამას მივაღწია ჩათვალეთ რომ სლუხი მილით დავამშვიდობები ამ ცხოვრებას როცა ეს მომენტი დადგება იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამაყი ვიქნებით ეროვნული ბანკი თუ გავაუქმე სანდრო გამარჯობა. უი, გადავხვდი. გამადლობა კარგი ლექციისთვის, არაფრის. კერძო საკუთრება მე ძალიან ბუნებრივად მეჩვენება. ტერიტორიული ქცევის წილში რომ შევხედოთ, ზაღლებსაც განაწილებული აქვთ
და იცავენ თავიანთ საკუთრებას. არა, კახა გეშლება საკუთრება. საკუთრება არ არის ის, რაც ჩემია. რა არის ჩემი ზაღლებმაც იციან მართალია და ნიანგმაც იცის რა არის. კერო საკუთრება არის სხვისი. ანუ პატივისცემა სხვისის და მათ შორის პატივისცემა არა იმიტომ რომ ის გიკვენს, როგორც შეიძლება ძაღლსაც კონდეს ან ნიანგს. როდიც რომ სხვა მეზობელი ძაღლი ან რაღაც ლომი ძლიერია და გცემს. არამედ ზოგადად იცი რომ მიუხედავად იმის რომ შეიძლება უფრო ძლიერი იყო, მაინც ქურდობა ცუდია და არ იპარავ. შეგიძლია, მაგრამ არ იპარავ. ეს არის სხვისის ცნება, სხვისი ტერიტორია, სხვისი ნივთი, სხვისი, რა ვიცი, საკუთრება და შემდეგ. სხვისი მანქანა. ეს ცნება მარტო ადამიანებს აქვს. რაღაც ძალიან პრიმიტიულ დონეზე პრიმატებთან და სხვა პრიმატებთან შეიძლება დააფიქსირდეს რაღაც გავსი, მაგრამ საბოლოო ჯამში რა არის სხვისი მარტო ადამიანმა იცის და არაფერი ბუნებრივი ამაში არის, იმიტომ რომ ეს ცოდნა არ არის გენეტიკურად დეტერმინირებული. ამას ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ყოველდღიურად და ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ კაპიტალიზმი არ არის ბუნებრივი წყობა, ეს არის არაბუნებრივი წყობა და ამიტომაც არის მდგრადი და ამიტომაც შურით სავსე და ბողბით სავსე სოციალისტები ხშირად იმარჯვებენ და იმარჯვენ, იმიტომ რომ შურია ძალიან ძლიერი ემოცია და შური იმიტომ არის, რომ აი ეს ადამიანის შეზღუდული ამ უამრავი მორალური ნორმით საბოლოო ჯამში რაღაც მომენტში ვერ უძლებს ამას და მას ურჩევნია მორალზე უარი თქვას და ადამიანი გაძარცვოს, ვიდრე ამ წესებს დაემორჩილოს და გააგრძელოს ცხოვრება. ასე რომ სოციალისტები აი ამ პარაზიტირებენ კაპიტალიზმის არაბუნებრიობაზე და იმაზე, რომ ადამიანებში რაღაც ტიპის აგრესიას კაპიტალისტური წყობა იწვევს, როცა ზღუდავს მათ ინსტინქტებს და ბუნებრივ საჭიროებებს. გერმანიაში წიგნების მაღაზიებში ფილოსოფოსები კარლ მარქსი უდევთ გამოჭიმული. ზოგადად ახალგაზრდები, ვინც არიან ყველაზე მარტივი თვითრეალიზაციის და თვითაქტუალიზაციის სოციალურ გიჟობებს აქტივისტობენ. კი, ევროპაში ძალიან გააყრდნილი სიტუაცია ამ პოლიტიკური ფილოსოფიის ნაწილში, ზოგადად ევროპაში მარქსიზმი ზოგადად უფრო გავრცელებული იყო. განსაკუთრებულად სამხრეთ ევროპაში, რა ვიცი, გაქანებული კომუნისტები არიან საბერძნეთში, უნივერსიტეტებში, არც იტალიაში ჩამორჩებიან სხვათა შორის. პლურალისტული გარემოა ჩრდილოეთ ევროპის ნაწილში, ჰოლანდიაში, ყოველთვის რაღაც ეტაპზე იყო დიდ ბრიტანეთში. მაგრამ ეს შედარებით რაღაც კატეგორიებია ამერიკაში ძალიან გავრცელდა. ზოგადად აკადემია ძალიან მემარცხენია და უნივერსიტეტებმა დაკარგეს, რა თქვა, ცოდნის და პროგრესის მატარებლის ფუნქცია. და ამიტომ ხდება ისაც ხდება ხა დასავლურ საზოგადოებაში, რაც პოლიტიკური დონის კრიზისი რო არის და მემარცხენე იდეების აღორძინება, იმიტომაც მოხდა, რომ ოდესღაც დაახლოებით წინა საუკუნის 50-იან 60-იან წლებში სოციალიზმმა გაიმარჯვა აკადემიაში და ფაქტობრივად უკვე გაიზარდა იმ პირველი თაობის სოციალისტების სტუდენტები. და აკადემიაში აღარ დარჩა, ან ძალიან ცოტა დარჩა საღად მოაზროვნე ხალხი. ეს ბუნებრივია უფრო სოციალურ მეცნიერებს ეხება ვიდრე სხვა მეცნიერებს, მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტების, ასე ვთქვათ, პრობლემაა და აქედან ვრცელდება მერე სენი დანარჩენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეს რო ასე არ მომხდარიყო ერთი საუკუნის თითქმის წინ, მაშინ აი ამ რაღაც არაადეკვატური, არაადამიანური იდეების გავრცელებას ექნებოდა ბარიერი, ინტელექტუალური ბარიერი. და ეხლა ეს ბარიერი არის ჩამოშლილი დიდწილად. და ამიტომ ძალიან რთული სიტუაციაა. გრძელვადიანად ძალიან ფაზაში შევდივართ, მაგრამ ნახოთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. დაფარულად მინდა ვკითხო ბატონ სანდროს და რა არის ამის საშუალება პასუხის. რატომ დავკითხო დაფარულად? პოლიტიკოს რო ეკითხები რაღაცას, ბუნებრივად საჭირო უნდა იყოს, მაგრამ მე ხა ამ შემთხვევაში ვერაფერ დაგეხმარებ. სალამი სანდრო გავა ინგლისი, არ ვიცი, იაგოს გონია რომ ინგლისი ჩემპიონი გახდებოდა, მე არ ვიცი. დიდად მე არ მომწონს როგორ თამაშობ, რატომ და გულში მათგრევ ჰოლანდიის ხარეს ვიქნება ყოველ ვარიანტში. როგორ მივწერო ეხლა? ღამეშვიდობის დიდი ორმო მაგარია. დიდი ორმო მაგარია კი ეს ჩემი მოგონილი არის, მოგონი ნაპოლეონის დროს იყო ეს დასაქმების იდეა. ბატონო სანდრო, თქვენ ხალხს ეხმარებით ხოლმე, გთხოვთ მიპასუხეთ, გააჩნია ხალხი ძალიან ცნება არის თუ არა ადამიანები, რომელსაც ვეხმარები ხოლმე, კი ბატონო არის, მაგრამ ზოგადად ხალხს, რა ვიცი, ხალხს როგორ დავეხმარ.
სანდრო კეთდება პოდკასტების სერია მემარჯვენე პიმოს მემარცხენე იდეოლოგიებზე და ამ პოდკასტ თუ აქვს გისთან რაიმე კავშირი? მე არაფერი არ ვიცი რა ვინ რას აკეთებს. ხო. ჩემ კიდე მიპასუხეთ, გიპასუხე უკვე. მინარქიზმის სახელმწიფოს მოწყობის მოდელი არ არის? სანამ მინარქისტული სახელმწიფო გადასახადებს კრებს სახელმწიფოა, რომ შეწყვიტოს და თქვას დღეიდან ვისაც გინდათ მხოლოდ იმათ ჩაგვირიცხეთ, აღარ იქნება სახელმწიფო, არა ბუნებრივია. ანუ სახელმწიფო არის იძულების ინსტრუმენტი. თუ ის იძულების ინსტრუმენტი არ გამოიყენება და ნებაყოფლობით ურთიერთობა ყალიბდება ადამიანსა და მართლს შორის, ის უკვე მართლი ვეღარ იქნება. ის შეიძლება იყოს დაქირავებული ვიღაც ტიპი. და ასეთ ტიპის ორგანიზაციას დავარქვევთ რაღაც სახელს, რომელიც ჩვეულებრივ ორგანიზაციებს ავარქვევთ ხოლმე. მაგრამ სახელმწიფო არ გამოვა ნამდვილად. ყველას 93 ლაიქი გვაქვს და ცოტაც და სულ დარჩა 25 წუთი, შეიძლება ცოტა ნაკლებიც და შანსი გვაქვს რომ მივიდეთ 100 ლაიქამდე. თუმცა ცოტა ადამიანი გვიყურებს და 59 ადამიანია, მის რომ გვიანია, ფეხბურთი დამთავრდება, მარტო პრასკის უქნება ერთი ლაივი, თუ 100 ლაიქამდე ავალთ და მე უკვე გადმოვწევ უფრო 11 საათად აბა დავიწყოთ იქნებ 11-ზე გამოვიდეს. მაგრამ ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ რომ 100 ლაიქამდე ავიდეთ. მიაქცეთ ყველაფერს უბრალოდ ადამიანის მდგომარეობაში რომ შევიდეთ, ხომ შეიძლება რაღაც მინდა გთხოვ. რა ვიგიო რა გინდა? რას მეუბნებ, თხოვე რა ვთქვი რაღაც, დაწერე კითხვა. მგლებმაც იციან სხვისი და თავისი ტერიტორია ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე უკეთ. ასე რომ გლებს დავეწიოთ. არა, გლებმა არ იციან სხვისი. ეს მაგალითად ცხოველი რომ ტერიტორიას პატივს სცემს, იმიტომ სცემს პატივს რომ ეშინია. ანუ თეორიულად მგელმა რო იცოდეს რომ არაფერი არ ემუქრება ტერიტორიას გადასვლისას, მაშინ ის თავისუფლად გადავიდოდა. მაგრამ ტერიტორიული ცხოველები ბევრია, მაგრამ ეს ამაში არაფერი ახალი არ არის, მაგრამ ადამიანი საკუთრებას აღიარებს მაშინაც კი, როცა იცის რომ მოპარვის შემთხვევაში არაფერი არ ემუქრება. ანუ მორალი ხო იმაში მდგომარეობს, რომ იმიტომ კი არის პარავთ რომ დასჯის გეშინიათ. წამოვიდგინეთ ადამიანი, რომელიც არ კლავს სხვა ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ციხის ეშინია. ანუ შინაარსობრივ ეს კვლელია, ხო? ჩვენ რომ გავიგეთ რომ ასეთი ადამიანი არსებობს, ჩვენ ვესწრებით გვერდი აუაროთ ამ ადამიანს და არ ვიმეგობროთ. იმიტომ კვლელია უბრალოდ რაღაც დღეს ეშინია და ხვალ რო არ შეეშინდეს მოკლავს. სამდროში მორალი არის იმგვარი, რომ მე შეიძლება ვიცი რომ შეიძლება მოკლა ადამიანი და არ დავისაჯო ამის გამო, რომ მაინც ამას არ გავაკეთებ. მე შეიძლება მოვიპავ რაღაც და არ დავისაჯო, მაგრამ მაინც არ ვიპარებ, რომ ცუდია. აი ეს სხვისის ცნება, რომ სხვისის ნებათვის გარეშე რაღაცის გამოყენება თუ დაუფლება ცუდია, ეს მარტო ადამიანებს აქვს და ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. ბარსელონაში რომ არის პროტესტურისტების წინააღმდეგ გამოდი რას ფიქრობ? აი გადაირია ხალხი, რა უნდა ვიფიქრო. ზოგადად ასეთ პროტესტებს რომ ხედავ, სულ მინდა რომ არსებობდეს რაღაც ვირტუალური სამყარო, სადაც ამ ხალხის სურვილები აღსრულდება. რომ ბარსელონაში აღარ ჩამოვიდნენ ტურისტები. აი უბრალოდ ცოტა ხანი რო იცხოვენ სიტუაციაში რომ ტურისტები არ ყავთ. მე მგონი ძალიან ინანებენ. ალევი ინანებენ მგონი, შეიძლება იმ დღეს ვინანონ, ან იმ თვეში ინანონ. ბევრი ასეთი უცნაური სრულები რო ასრულდეს ხოლმე, კარგი იქნება, რომ პრობლემა არის რომ ის ხალხი დაზრალდება, ვისაც ასეთ სრულები არ აქვს. თორემ ზოგჯერ ღირს ხოლმე რომ საზოგადოება დაისაჯოს აი ესეთი უცნაური იდეების გავრცელებისთვის, იმიტომ რომ აი სხვანაირად ვერ აუხსნი ადამიანებს, რომ რავი, ხალხი ჩამოდის, ფულს გიხდის, რავი, შენ ამით ცხოვრობ, ამით მდიდარი ხარ და მე მირბი ხარ და წყალს ასხავ თუ რაღაცას რომ გადი აქედან და რავი, რა შუაშია უბრალოდ. მადლობა, მეორე კითხვა იმ იდეალურ სამყაროში, რომლისთვისაც მივიწევთ, ქვეყანა როგორ გადავიყვანოთ უმტკივნეულოდ ლიბერტარიანულ რელსზე, როცა ისტორია გვაქვს მხოლოდ ფეოდალიზმიდან სოციალიზმზე გადაწყობის მარტო. ნუ ეხლა ჩვენ გვაქვს ფეოდალიზმიდან სოციალიზმზე გადაწყობის მარტო სხვა ქვეყნებში სხვა გზას აქვთ გავლილი, მაგრამ ძალიან მარტივი პასუხია ამ კითხვაზე. ლიბერტარიანული სამყარო ეს არის სამყარო, რომელიც დგას კეროვსაკუთრებაზე. და კეროვსაკუთრების პატივისცემაზე და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც კეროვსაკუთრებას გააძლიერებს, გააფართოვებს,
არის ლიბერალური სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ შეიძლება დაგვარად გავავსებთ კერძო საკუთრება, გავამყაროთ ამ კერძო საკუთრების დაცვა, შევამციროთ გადასახადები, რომელიც კერძო საკუთრების შელახვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ანუ ძარცვა, შევამციროთ რეგულაციები, რომელიც ასევე არის კერძო საკუთრების შეზღუდვის ერთი ინსტრუმენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანდრო, მაღიზიანებენ პატრულები, რომლებიც ისე გიყვირიან რაციაში, გეგონება შენი უფროსები იყვნენ. მე საგულისხმო რეაქცია მაქვს და არ მინდა ერთხელაც დამიჯრონ. კერძო დაცვა პოლიციას იმედია მოვეწრები. ყოველთვის არსებობს ეს რაღაც კერძო პოლიცია არსებობს. ინგლისში და ამერიკაში განსაკუთრებით არის დასახლებები, სადაც თავიანთი შიდა პოლიცია აქვს და მე მგონი დეტროიტში იყო ექსპერიმენტი ჩატარებული, სადაც რაღაც რაიონში კერძო პოლიცია დაიქირავეს და აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო ეფექტიანი მუშაობდა, რაც ცხადია. ამერიკაში კერძო ციხეებიც არის კერძო პოლიციას და ამიტომ თათ მოგონება საჭირო არის ამ ყველაფრის. მათ შორის შედარებით ცნობილია მაგალითად ამ ის რა ქვია ციხეების, კერძო ციხეების პრობლემა, იმიტომ რომ კერძო ციხეები არიან ერთ-ერთი მთავარი ლობისტები ნარკოპოლიტიკის გამკაცრების, იმიტომ რომ მეტი ადამიანი აღმოჩნდება ციხეში და ბიზნეს უკეთესად მიდის. ამიტომ ამერიკაში რო დაიწყოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, პირველი რიგში დასრალდება იქნება ის რა ქვია, ციხეები, მათი აქციები გაუფასურდება, ასე რომ ხო, ასეთი რაღაცები არსებობს, ამიტომ შორს არ მოგვიწევს წასვლა, რომ დავინახოთ. სანდრო, შენ იდეალურ მოწყობაში მოქალაქესთან რა პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს მთავრობას? რა არის საკითხები, რისთვისაც შენ გინდა რომ პარლამენტი, სამინისტროები თუ მსგავსი სტრუქტურები არსებობდეს? ჩემი იდეალურ სამყაროში ეს იქნებოდა ის მინიმალური სახელმწიფო როდესაც საუბრობდი და დავიწყე. ანუ თავდაცვა ეს იქნებოდა, საგარეო ურთიერთობები, რაღაც ტექნიკური ფუნქციების ბუნებრივად სესკოსნაირი თუ ფინანსთა სამინისტროსი ასევე იქნება. ეს არის ჩემი აზრით ის მაქსიმუმი თავდაცვის ფუნქციები და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის ფუნქციები. დანარჩენი საერთოდ შეიძლება მეტი არაფერი საჭირო არის. მაგრამ ეს ძალიან თეორიული მსჯელობაა, მე ისიც კი მესმის, რომ ეროვნული ბანკი რო ერთ-ერთი რაც ამ სახელმწიფო ინსტიტუციებიდან რო გავაუქმოთ, რომ ის იყოს ეროვნული ბანკი, ეს იქნება უკვე უზარმაზრად წინ გადადგმული ნაბიჯი. და მე საერთოდ არ მაქვს მოლოდინო, რომ მე მოვესწრები იმას, რომ რაიმე მსგავსი მინიმალური სახელმწიფოსი იარსებებს ამ ქვეყანაში. და რომც მოვესწრო, ანუ ისიც მესმის, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მე შემიძლია წავიდე და რა ვიცი, დავალო ჩემი ცხოვრების დასრულს ბედნიერებაში. უბრალოდ ეს სულ ითხოვს რაღაც ტიპის ბრძოლას. მაგრამ არსებულ ვითარებაში აი რამე პრინციპული ნაბიჯის კი იქნებოდა ძალიან დიდი მიღწევა და როგორც თქვი რომ ზოგადად უკმაყოფილი ვიქნები რომ თუ ასეთი რაღაც ტიპის დიდი ნაბიჯი შეძლი და გადავდგი. 15 ლარი მჭირდება და შეგიძლიათ რომ ჩამირიცხოთ რა აი რა კი უბრალოდ ნუსპავ ძალიან ვთქვა. და კი და 5 ლარს მეჭაგრისხა. ჰამილტონის მოგებაზეც გითხარი რომ აუ ჰამილტონმა რა მაგრად მოიგო ხალხ რა მაგარი რბოლა იყო არ ვიცი მის უკვე ფორმულა 1 ძალიან მაგარი რაღაც არის რომ უბრალოდ წარმოუდგენელი პროფესიონალიზმი აჩვენა ზოგადად ბოლო მაგარი იყო და ყველა კარგად გამოდიოდა ნუ გარდა პერეს და ლეკლერისა როგორც ყოველთვის შერწყდნენ მაგრამ ხო, ძალიან გამიხარდა მეს და მე მგონი ყველას გაუხარდა საბოლოო ჯამში ადამიანი არ მოიძებნა, ვისაც გული დაცდა, რომ ჰემილტონმა მოიგო. ძალიან კარგი რბოლა იყო. ხო, ჩავიდით ბოლომდე, მე მგონი ყველა კითხვას უპასუხე. ისე რა ხდება ლაიქების ფონზე? 98 ლაიქი გავს ხალხთან. რა კარგია. შეიძლება 100 ლაიქიც გამოვიდეს, როცა ლაივი დასრულდება. ხო, ამ კითხვები ამოიწურა, დროც პრინციპში ბოლოსკენ გადის. ამიტომ დიდი მადლობა რომ ჩემთან იყავით. ღამის 3 საათია თითქმის, ყველა 56 ადამიანს თუ რომელიღაც არ დაალაიქეთ, თხოვთ დაალაიქოთ, რომ 100 ლაიქი დავაგროვოთ. ნუ კონტროლში ხვალდილას იმედია ეს 100 ლაიქი იქნება და გავაგრძელებთ შემდეგ ლაივებს, რომელიც პარასკევს იქნება. მე მოვიფიქრებ თემას, თქვენ თუ რაღაც სრულები გაქვთ, რომელიღაც თემაზე რო ვილაპარაკო, მოიწერეთ ან კომენტარებში დაწერეთ, იმიტომ რომ
ეს კომენტარები ასევე, ასე ვთქვათ, ალგორითმს ეხმარება, რომ მეტ ადამიანს აჩვენოს და არ დაგეზაროთ, თქვენი შთაბეჭდილება დაწერეთ. აი, ვთქვათ, თარხან მორავის ფანი ვინც იყო, შეგიძლიათ ისიც დაწეროთ, რომ რაღაცა რუსული შევიტრო დაწერეთ რაღაცა, რომ მაგარი იყო თარხან მორავი, ისიც დაწერეთ, არაუშავს, გაზარდეთ engagement-ი ჩემი ლაივების ყველასთვის მადლობელი ვიქნები, რომ გვიდები რომ წავიკითხავ და შეიძლება გვარა ვუპასუხებ. ამიტომ დააკომენტარეთ, დაალაიქეთ. დამიწერეთ თემა, რომელიც გაინტერესებთ, ვეცდები თუ მართლა შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, ყველა თემაზე ხა მე არ შემიძლია რაღაცები 2 საათი ვილაპარაკო, მაგრამ თუ შემიძლია, აუცილებლად ასეთ ლაივს გავაკეთებ. შემდეგ შეხვედრამდე და მადლობა რომ ჩემთან იყავით.